მშვიდობისა მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და ვერ მოისმენთ მათ ერთნაირ შეხედულებებს. მაშასე პრესის დღევანდელი თემაა მოდა და შოუ ბიზნესი, ანუ როგორც ხვდებით, დღეს ვსაუბრობთ არა მუსიკაზე, არამედ იმაზე, რაც ვიზუალურ ფონს უქმნის მუსიკას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მომღერალს. ვინ ზრუნავს ქართველი მომღერლების ჩაცმულობაზე მათ სასცენო იმიჯზე, რას ნიშნავს და როგორ ვითარდება ეგრეთ წოდებული შოუ ბიზნესური მოდა. ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე დღეს პასუხებს ჩვენი სტუმრები, ქართველი დიზაინერები გასცემენ. მანამდე კი ტრადიციული პროლოგი პრესის ეთერში. ალბათ სწორედ მას შემდეგ, რაც შოუ ბიზნესი მოდურ სფეროთა ჩამონათვალს შეუერთდა, იქვე და სწრაფადვე გაჩნდა თავად შოუ ბიზნესური მოდაც. ანუ მოდა სცენური კანონებით, მნიშვნელოვანი ატრიბუტიკით, საიმიჯო დატვირთვით და მოთხოვნილებებით. მათ მიმართ, ვისაც მუსიკალურ არენაზე არსებობა ჰქონდა მიზნად, მაყურებელი ყოველთვის მოითხოვდა ცოტათი უფრო მეტს. მაყურებელთა მხრიდან პრეტენზიულად ნათქვამი კი, რა აცვია და რა ახურავს, ბევრი მომღერლისთვის სამუდამო იარლიყად ქცეულა. კარგია ეს, ცუდი, სწორია თუ არა, შოუ ბიზნესის ბინადარი მაინც გულმოდგინედ ცდილობენ მასების გულების მონადირებას საკუთარი ვიზუალური იერსახით. სამამულო სცენაზე კარგახანია წარსულს მიაბარეს სოციალისტური ნაცრისფერი სილუეტები, რომელთა ადგილზე საწინააღმდეგოს არსებობის მოთხოვნილება გაჩნდა და მომღერლებიც მოწადინებით ჩაებდნენ ახალ ფერადოვან ფერხულში. ამ მოდურ ფერხულში განსაკუთრებული ადგილი მოდურმა მოდის კანონმდებლებმა დაიკავეს. რა პრობლემა? მოკლედ შოუ ბიზნესი აჭრელდა, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობითაც. დიზაინერებმა ფანტაზიის არეალი გააფართოვეს, მომღერლებმა ჯიბეები, მაყურებლებმა კი თვალები, ამ ყველაფრის უკეთესად აღსაქმელად. ეროვნულ შოუ ბიზნესში კი აქცენტი ვოკალური შესაძლებლობებიდან თამამად გადავიდა ჩაცმა დახურის შესაძლებლობაზე. ამ პერიოდში სტერეოტიპების რღვევის ერთ-ერთი პიონერი სამამულო ესტრადაზე ყოველგვარი დავის გარეშე ქალბატონი ლელა ტურტუმია აღმოჩნდა. ის პირველი ქართველი მომღერალი ქალი გახდა, ვინც სასცენო გარდერობის თამამი შტრიხით, ისტორიული ბიუსხალტერით გამოჩნდა მრავლის მნახულ ქართულ სცენაზე. სასცენო ექსჰიბიციონიზმის პარალელურად შოუ ბიზნესურმა მოდამ სხვა ექსტრავაგანტური მიმართულებებიც დაბადა. მოკლედ რევოლუციური ძვრები ქართველ მომღერალთა გარეგნობაში, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო აღსაქმელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. შოუ ბიზნესური გარდერობის საყოველთაო გადახალისების პროცესში ის მომღერლებიც ჩაებდნენ, ვისი შემოქმედებას თავის იმიჯიანად ნაკლებად ითხოვდა სამოსზე აქცენტირებას. თუმცა ეს სულაც არ ყოფილა არ მისასალმებელი ქართული მუსიკალური წრეებისთვის. ერთადერთი, რაც ქართველმა მომღერლებმა სრულიად არამისასალმებლად და მეტიც შეურაცხმყოფელად ჩათვალეს, ეს მათი ვიზუალური იერის საჯაროდ შეფასება იყო. ფესტივალ მეგაზე ნომინაცია წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული შოუ ბიზნესის წარმომადგენელი ფესტივალის ნომინაციებიდან მანამდე ამოიღეს, ვიდრე გამარჯვებულების სახელებს დარბაზში გამოაცხადებდნენ და სანამ ამას გაცხარებულ მომღერალთა გაცხარებული რეაქცია მოყვებოდა. იმიტომ არ დაგვიჯილდოვებია, რომ წინა, თქვათ, თვეებში მეგამდე, მანამ სანამ მეგა იქნებოდა, თვითონ ცერემონია დაჯილდოების, ერთი თვით ადრე გადავწყვიტეს, რომ უბრალოდ არ დაგვიჯილდოვებინ. ანუ მათ ძალიან გთხოვეს ადამიანები, მე ხო ვერ დავასახელებ კონკრეტულ სახელსა და გვარებს, ძალიან გთხოვეს, რომ უბრალოდ მე შეურაცხყოფად აღიქვეს მათ ეს ყველაფერი და ჩვენ როგორც წესი არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვინდა და არ გავაკეთეთ ეს. იმხელა კრიტიკის ქარცში გაიარა ამ ყველაფერმა ჩვენ ჩავთვალეთ რომ ჩვენ ნაადრევად მოგვივიდა იმის გაკეთება, რადგან ფსიქოლოგიურად არ იყო მზად მასა ამისთვის, რაც გავაკეთეთ. ანუ ჩვენ დროს გავუსწარით და მე ჩავთვალე რომ დროს რომ გავუსწრო ეს არ არის კარგი. და ამიტომ ამოვაგდეთ ეს ნომინაცია. შესაძლოა რამდენიმე წელიწადში ქართული შოუ ბიზნესური მენტალიტეტისთვის სავსებით მისაღები აღმოჩნდა საკუთარი სახელის და გვარის ამოკითხვა უგემოვნოდ ჩამცმელთა გასწვრივ. ჯერჯერობით კი თავად მომღერლებით და მათი იმიჯის ავტორებით თავგამოდებით ცდილობენ განსხვავებული სტილით ყურადღების მიქცევას. რაც შეეხება დიზაინერებს, სამამულო შოუ ბიზნესურ მოდაში ისინი ბრწყინავენ, ვისაც თავად შოუ ბიზნესი აღიარებს მოდურ პერსონად. სულ რაღაცა 2 წუთი გავიდა და ნახე ფანტასტიკური მოდელის შექმნა. ავტოგრაფით. ქართული მოდის მოდური წარმომადგენლებიც გულმოდგინედ ცდილობენ კუთვნილი მაკრატლების ჩაყენება შოუ ბიზნესის სამსახურში და მათი სამოსიც ისევე გამოდის ხან გამორჩეული, ხანაც ერთ თარგზე მოჭრილი, როგორიც თავად ქართული შოუ ბიზნესია.
მაშას ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენი დღევანდელი თემა მოდა და შოუ ბიზნესი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მომღერლებმა, რომლებიც პროფესიულ კრიტიკას ასე თუ ისე უძლებენ ხოლმე, კრიტიკას უფრო კი საუბარს საკუთარი ჩაცმულობის შესახებ, რატომღაც თავი არიდეს. ასე რომ შოუ ბიზნესურ და არა მარტო შოუ ბიზნესურ მოდაზე დღეს მხოლოდ დიზაინერები ისაუბრებენ. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. ესენი გახლავენ ქართულ მოდაში საკმაოდ ცნობილი სახეები თათა ვარდანაშვილი და ვაკურ ბაკურაძე საღამო მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მივესალმები ასევე ჩვენი სტუდიის მარჯვენა ფლანგს, ჩვენს ჟურნალისტებს, რომლებსაც დღეს საკმაოდ სასიამოვნო თემაზე მოუწევთ საუბარი, თუმცა რატომღაც ასე მგონია, რომ ისინი ამ უწყინარ თემაშიც კი ბევრ მძაფრ სიუჟეტს აღმოაჩენენ. თუმცა ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ერთი შეკითხვა მინდა ბაკურს დავუსვა. მე როგორც ვიცი, ჩვენს სიუჟეტში შენ ცოტა არ იყოს იქედნურად აღნიშნე, შეეხე უბრალოდ ჩვენი ჟურნალისტების ჩაცმულობას. როგორ ფიქრობ, რამდენად შესაბამისად ჩაცმულები გამოცხადდნენ ისინი ჩვენ დღევანდელ გადაცემაზე? ეს იყო ჩემი საჩუქარი პრესპრესისთვის, იმდენად ჩვეულებრივი გამოვიდა სიუჟეტი, რომ რაღაც ინტრიგა უნდა ყოფილიყო და თქვი. კმაყოფილი შესანიშნავი ჩაცმულებია. გასაგებია. მოკლედ მე დროს აღარ წაგერთმოთ თემაზე გადავიდეთ. შეგახსენებთ ჩვენ დღევანდელი თემა მოდა და შოუ ბიზნესი და პირველ შეკითხვას დასვამს ტრადიციულად ლალიფაცია. ხომ გაგაფრთხილე? ტრადიციულად არ თქვა, გამაფრთხილა, მაგრამ ტრადიციად იქცა ლალი უკრას ვიზა. ჟურნალი თბილისელები, მოგესალმებით ბაკურთათა. ბაკურთან მექნება პირველი შეკითხვა. მე მინდა ბოლო ჩვენება გავიხსენოთ ბაკურ, რომელიც მეტეხის ხიდზე გაიმართა, ერთი თვის წინ დაახლოებით, ეს იყო სრულიად ახალი ხაზი შენ შემოქმედებაში, ქალისა და მამაკაცის ბზა ტანსაცმელი, მასობრივი წარმოება. მე მიმაჩნია, როგორც ჟურნალისტ მოდის კრიტიკოსი ნამდვილად არ ვარ და ვერ შევაფასებ ამას პროფესიონალურად, მაგრამ როგორც ჟურნალისტმა, მივიღე იქ გარკვეული სიამოვნება, ალბათ რაღაცა შენიშვნებით შეიძლებოდა მქონოდა, მაგრამ საზოგადოებაში თითქოს მაინც და მაინც ამ ჩვენებას არ მოყვა ესეთი აჟიოტაჟი წესით, როგორც უნდა მოყოლოდა. ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა არხმა არ დავასახელებ ამ არხს, საკმაოდ ცუდი სიუჟეტი მოამზადა ამასთან დაკავშირებით და ხალხი ამბობდა, რომ ეს რა საშინელება მოუწყია ბაკურ ბაკურაძეს, არა და გაოცებულები ვიყავით მე და ნანა, აგერ ნანა იმ ცივ ამინჩი ვისხედით მეტეხის ხიდზე და ვტკბებოდით იმ ყველაფრით, რაც შენ პრაქტიკულად ანუ შენ კმაყოფილი დარჩი პრინციპში. მე კიდევ ვუსვამ ხას იმას, რომ არა ვარ მოდის კრიტიკოსი და ამას ვერ შევაფასებ ისე როგორც საჭიროა, მაგრამ როგორც ჟურნალისტმა მივიღე სიამოვნება, თუმცა ალბათ რაღაცა ჩემი სუბიექტური მოსაზრებები მქონდა. გასაგებია. დავიწყოთ იქიდან, რომ ის არხი, რომელმაც ეს სიუჟეტი გაუშვა, საერთოდ მე მგონი ძირითადად კარგს არაფერს არ იძახის არაფერზე, თუ რამე კეთდება. ეს მათი იმიჯია და სტილი და ამდენად არ მიგვირს, რომ შეიძლებოდა იქ მხოლოდ ცხენის მიერ ნამოქმედარი გადაგეღო პოდიუმზე, რომელიც ეწყობოდა მთელი დღის მანძილზე 50 მეტრიანი ხალიჩა ფაქტურად ასფალტზე დაწებდა, ეს იყო ურთულესი პროცესი, გარდა იმ ყველაფრისა, რაც ამ ჩვენებას მოსამზადებელ პერიოდში წინ უძღოდა. ამდენად მე აბსოლუტურად არ გამკვირვებია და მინდა გითხრა, რომ აქცენტი აქ ჩემ ჩვენებასთან დაკავშირებით ნაკლებად იყო უფრო თბილისობის ლანძღვათა თქვა მიდიოდა და ამ კონტექსტში მოექცა ეს ჩვენებაც. თუ ხალხმა რამ ვერ გაიგო, ეს ბრალდება მხოლოდ იმას, რომ ჩემი 15 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა დარწმუნებით უკვე, რომ know-how საქართველოში ნაკლებად მისაღებია. know-how-ს, ანუ ახალს ქართველები ძალიან ძნელად იგებენ, ქართველებს უნდა მიაწოდო უკვე ძველი. ანუ მე სწორად ვერ მივეცი სწორი ფორმულირება. ძალიან დიდი ხანი უნდა ხალხს რომ გაუჯდეს ის ახალი რაღაც. ხვდებით რას გეხსნით? ამდენად ნოვატორები ცოტა იჩაგრებიან რა. გასაგებია. იმიტომ რომ ესე ჩვენ გენეტიკაში არის, კონსერვატორები ვართ და ტრადიციულები. და კიდევ ერთი ესეთი პატარა შენიშვნა, რომელიც იმავე ჩვენებას ეხება, ჩვენ მანამდე შევხვდით ერთმანეთს საუბარი გქონდა, მე კითხე კიდეც როგორ შეხვდებიან ამას ქართველი დიზაინერები, მეთქი შენ თქვი რომ ეს აქტივანებას გამოიწვევს აუცილებლად მათში, ვინაიდან მე თვითონ ასე ვხვდები ნებისმიერის ჩვენებას თუ ნამუშევრებს, მაგრამ პრაქტიკულად მე ხიდზე შეიძლება ვწდები, მაგრამ ვერც ერთი ცნობილი დიზაინერი ვერ დავაფიქსირე, ვერ აღმოვაჩინე, არა და ბაკურ ბაკურაძის შემოქმედებაში ეს იყო რაღაც ახალი, პირველი. ჩვენ ჟურნალისტები მოვედით, დავინტერესდით, მაგრამ ის ადამიანები, ვინც იქ უნდა ყოფილიყვნენ და ვისაც უნდა შეეფასებინა ეს და რაღაცა ეთქვა ელემენტარულად, ვერავინ ვერ აღმოვაჩინეთ. რატომ?
იცი რა არის, დავიწყოთ იქიდან, რომ მე არ მიგვირს, რომ ვიღაცას არ ესიამოვნა, თუ არ სიამოვნების გამო იქ არისო და აღფრთოვანებით ამას არ შეხვდა, რაც მოხდა. ის უბრალოდ დილეტანტია. აბსოლუტური დილეტანტია, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია მომღერალი თავისი კოლეგის სოლო კონცერტზე მივიდეს და კარგი ნამღერი მოისმინოს და იქიდან კმაყოფილი არ წამოვიდეს და თუ ცუდი კომენტარი გააკეთა კარგ ნამღერზე, ის აუცილებლად ჩაითვლება, რომ არის ბოღმა. ხვდებით, ანუ შურის ამბავი. ანუ მტრები ყავს ბაკურას. არა, მე არ ვთვლი, რომ მტრები, ნუ ყველას ყავს ალბათ მტერიც და მოყარეც, მაგრამ რა არის, იცი, მე მაინტერესებს და მე დავდივარ. ვერავის ვერ დავავალდებულებ, რომ აუცილებლად მოვიდეს. შეფასებას რაც შეეხება, შეიძლება აზრი გამოხატოს, თორე ვერაფრით ვერ შეაფასებს, იმიტომ რომ ისიც დიზაინერია. და მესამე ისიც არ მიკვრის, რომ შეიძლება ვინმეს არ მოეწონა, იმიტომ რომ მე თვითონ დამიწუნებია Yamamoto-ს ამ ფერეს რომელიმე ჩვენება. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის. თვითონ ფაქტი ის, რომ პირველად საქართველოში არსებობს დიზაინერი, მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს არის ბაკურ ბაკურაძე. ფაქტი იმისა, რომ არსებობს საქართველოში დიზაინერი, რომელიც აკმაყოფილებს თავისი ტექნიკური აღჭურვილობით და თავისი ძალიან ბევრი ნიუანსი არის მოდაში, საჭირო რომ ითვლებოდე ტანსაცმლის დიზაინერად. ხვდებით რას გიხსნით? უნდა იყოს აღიარება რომ ქონდეს. უნდა ქონდეს ორი ხაზი. ეს არის ჩვეულებრივი. უნდა აკეთებდნენ მზა ტანსაცმელს, ეს უნდა იკერებოდეს ფაბრიკაში გარკვეული წესით და გარკვეული ფორმით. ეს უნდა იყოს ბიზნესი და არა იმ სახელოსნოს შემოქმედების დონეზე, რომელიც იყო აქამდე. ანუ ექსკლუზივით ბიზნესი არ კეთდება? არა, მე სხვა რამეს ვამბობ და უნდა გქონდეს სახელოსნო, სადაც აკეთებ მაღალ მოდას. ესე არის, ჩვენთან უბრალოდ ექსკლუზივს ეძახიან და ესეც ჩვენი დუხჭირი ცხოვრებიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ მაღალი მოდა იმდენად ძვირი სიამოვნებაა ჩვენთვისაც კი და ძვირი ჯდება, რომ ამას მომხმარებელი არ ეყოლება. თუმცა დღეს ევროპაში უკვე და საერთოდ მსოფლიოში მაღალი მოდით არც ლაგერფელდი და არც ემპორიო არმანი თუ ჯორჯო არმანი ფულს არ შეუძლებს. მაღალი მოდა იქნება რეკლამისთვის, ფულს შეუვლებენ მზა ტანსაცმლით. ეს არის ჩვეულებრივი ფორმა ცხოვრების მოდის სფეროში და თუ ვინმეს ის არ ესიამოვნა, რომ ესეთი დიზაინერი აღმოჩნდი მე, ვისაც ტექნიკური აღჭურვილობით შეუძლია პრეტენზია განაცხადოს მსოფლიოს ყველა დიზაინერის გვერდით, რომ მე ვარ დიზაინერი და მე მაქვს ჩემი სავაჭრო ნიშნები, მაგრამ მეორე არის გემოვნებით რამდენად ისე ვიტყვი ქაჩა რა. ეს არის მეორე მომენტი უკვე. ამას როგორ მადლობა. ხატიამ დაიკავა მე მგონი ადგილი მეორე შეკითხვაზე თუ ლიზა. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი. ვაკურ დიზაინერი ბრძანდებით თქვენთათა და ალბათ პრეტენზია გაქვთ იმისა, რომ სრულყოფილი გემოვნება გაქვთ. ბუნებრივია ჩვენ ამის პრეტენზია არ აქვს ჩვენ ჟურნალისტები. პრესის ანონსში გაიჟღერა თქვენმა ესეთი ცოტა ირონიულმა და დამცინავმა გამოწვევამ, ანუ მე ვნახავ ჟურნალისტებს როგორ აცვიათ. იცით, ჩვენ ვართ ჟურნალისტები და არა ვართ შოუ ვარსკვლავები და ალბათ არც იმდენს გვიხდიან და იმდენი ჰონორარები არ აქვს, რომ ალბათ დიზაინერებისგან ჩავიცოთ. ლიზა, მე მგონი ამ შეკითხვას თავიდანვე უპასუხობ აკუ. ლუკა, თუ შეიძლება გავაკეთე. შეიძლება როგორ არის. მაგრამ მე პირადად მივიღე ეს გამოწვევა და მე მგონი ზოგიერთმა არა. მივიღე და მინდა მივიღო რჩევა სახელოვან დიზაინერებისგან. როგორ უნდა ეცვას ჟურნალისტ, გვაცვია თუ არა ჩვენ გემოვნები. გაიარ გამოიარე ლიზა, შეგიძლია აგერ პატარა პოდიუმი ჩაატარო. ძალიან გთხოვთ, შემოხასეთ. ველოდებით თქვენს კრიტიკას, მივიღებ, გავითვალისწინებ და შევეცდები ჩავიცვა ისე, როგორც მე მიკარნახებენ ჩვენი ცნობილი დიზაინერები. ლიზამ თავისთვის შოული შოუ მოგვიწყო და ველოდებით თქვენ პასუხს. განვიხილოთ ეს იგი ჩვენი ჟურნალისტის ჩაცმულობა. შეგიძლია დაბრძანდეთ. ლიზა დაბრძანდი და ჩვენ შეგვიფასებენ აგერ დიზაინერები. რომელი დაიწყებს? იცი რა, მე მინდა გითხრა, რომ ზუსტად ისევე გაცვია ყველაფერი, როგორც მე ჩავიცვამდი, ოღონდ ფეხსაცმელს არ ჩავიცვამდი ისეც როგორც ჩავიცვამდი. ოღონდ არ თავის სფეროში. პირიქით პროკრიტიკულსაც ველოდები. შენ ხარ ჩაცმული საქმიანი ხალისი თქვენ დღეს გაცვია შარვალი, პიჯაკი, გიკეთი არაჩვეულებრივი ჰალსტუკი, რომელსაც მე თვითონ პიროვნულად არ ვიტყოდი უარს. იაპონიიდან ჩამოტანილი ხარ. მაგრამ აი ამ ყველაფერთან მე ვთვლი, რომ ალბათ შავ-თეთრი
ნახევარწაღა მოგიხდებოდა ცოტა ისეთი რეტრო სტილის. თუნდაც ყოფილიყო მგვალი ცხვირით, წინ თასმებზე და სწორი სქელი ქუსლით და სრულყოფილად იქნებოდი ჩემთვის საქმიანი ქალი და დაგიწერდი 10-იანს. დიდი მადლობა. მაგრამ მე არ მომწონს რომ გიხდება კალგოტკა. გიჩანს კალგოტკა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოსავალს მე შენადგილას უფრო თამამად მოძებნი და ჩავიცოდი თეთრ წინდას. გასაგებია. ბაკუ. ეს თქვენი გამოწვევა იყო. დავწყოთ იქიდან რომ არ იყო ირონიული, იყო დამაინტრიგებელი. და მე მგონი ამან თავისი საქმე გააკეთა, ხო, შოუ შედგა. მეორე რაც შეეხება ჩაცმულობას, მართლა ძალიან კარგად გაცვიათ ყველას. შესაფერისად საღამოსთვისაც და შესაფერისად იმისთვისაც, თუ როგორ უნდა ეცვა ჟურნალისტს. რაც შეეხება შენიშვნას, ვერაფერს ვერ დავამატებ. აბსოლუტურად მეთანხმები დათას. ძალიან დიდი მადლობა. ტექსტაციაში ჩავიჭერე. ლიზა, დაგმაყოფილდი. კი. და ეხლა თუ შეიძლება მე ბაკურს ვიმართავ, აი ამ ბოლო ჩვენებას ჩვენც გავაშუქეთ, სადღაც ხოლმე ამ მონაკვეთში სადღაც დავკარგებ და სადღაც პოდიუმის სადღაც დაგევარდა. ანუ აშუქებდა ინტერნეტ რადიო სანეტი, ჩვენ ვიყავით პრეზენტაციაზეც და 70 კოსტუმი იყო წარდგენილი და დომინირებდა მუქი ფერები. მე უბრალოდ მაინტერესებს რაში გამოიხატა აი ეს ნოუ-ჰაუ, როგორც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ მუქი ფერები უკვე დიდი ხანი აღარ არის ნოუ-ჰაუ საქართველოში და პირიქით, მე პირადად საერთოდ მოწინააღმდეგე ვარ, ალბათ რო ყოფილიყო რამე ესეთი საზოგადოება ანტიშავი, შევქმნიდი აი ამ საზოგადოებას, იმდენად არ მიყვარს შავი ფერი. მაგრამ ამასაც ავხსნი, თუ ნებას მომცემს. ლუკა მე ავხსნი რატომ აცია შავი ფერის. მე მაქვს ძალიან ლამაზი წითელი კოსტუმი, მწვანე და კიდე რამდენიმე, მაგრამ ყველა ეს ჩემი ფერადი კოსტუმი არის ნაყიდი უცხოეთში, არა საქართველოში. ისე მოხდა რომ დიდი ხანი არსად არ ყოფილობ ცხოვრობ საქართველოში და იძულებული ვიყავი დასულიყავი მაღაზიაში და მეყიდა ახალი კოსტუმი. მე მოვიარე ყველა მაღაზია, მაგრამ მე ფერადი ჩემთვის შესაფერის კოსტუმი ვერ ვიპოვე. შენ ჩემ მაღაზიაში არ ყოფილ ხარ, თორე აუცილებლად. არა, მე საერთოდ დიზაინერებთან არ დავდივარ, არა მაქვს ესეთი დიდი ხელფასი. მე ვიარე აი ეს პეკინზე რო ბუტიკები, აი გავიარე. ბოლოს მინდა გითხრა, დიზაინერები ბევრად უფრო იაფი. დიზაინერები უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე პეკინზე. გავითვალე, აი ახლა უკვე გავითვალისწინეთ. როდესაც მე დავაწვდე ერთ ბუტიკს, იქ იყო ძალიან ბევრი კოსტუმი, ძალიან ბევრი და აბსოლუტურად ყველა იყო შავი ფერის. ნუ აი ერთი იყო ყავისფერი. მე ვკითხე რომ უკაცრავად და აი რო იყოს შავი, მე მინდოდა მუქი ფირუზის ფერი, რატომღაც მინდოდა. ვაიმე, რას ამბობთო? შავი არის ყველაზე პოპულარული ფერი საქართველოში. ჩვენ სხვა ფერი რომ შემოგთავაზეთ არ ჩამოვიტანთ. ისე შეიცხადიეს რომ მე მივხვდი რომ შეუძლებელია ფერადი კოსტუმის ყიდვა საქართველოში. უბრალოდ შეუძლებელია. და მხოლოდ იმიტომ იძულებული ვიყავი მეყიდა ეს კოსტუმი. მსხვერპლი ხარ. ხო, რა თქმა უნდა, თორე სიამოვნებით ჩავიცმევდი ფერად კოსტუმს. ეს არ არის ნამდვილად და აი მე მაინტერესებს რომ როდემდე იქნება ამ შავი ფერის და ამ მუქი ფერების პოპულარიზაცია საქართველოში. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ჯერ ერთი ნოუ-ჰაუ იყო ის რომ შეიქმნა პირველი პრედაპორტე საქართველოში. ანუ ეს იყო პირველი ხაზი მზად ანსაცმლის. ეს იყო ნოუ-ჰაუ. რომელსაც ეხლა ვაკვირდები კიდევ მაღაზიაში ჩემთან რომ ვერ არკვევენ, ანუ წინა პავილიონში გამოფენილია ეს ყოველდღიური ტანსაცმელი, ანუ მზად ტანსაცმელი და მეორე პავილიონში გამოფენილია ექსკლუზივი. ანუ მოდელები, რომელიც ერთია და არის სხვანაირად ნამუშევარი და შედარებით ძვირი. კლიენტი რომელიც შემოდის მოსწონს იქ პალტო, ოღონდ არ უნდა ვთქვათ კლეჩატი, კუბოკრული და უნდა რაღაც იმ ქსოვილის, რომელიც კიდია მეორე პავილიონში და რომელიც შედარებით ძვირი ღირს. და უნდა იმ ფასში. და აი ეს რაღაცა ბევრი გაურკვევლობები არის. მოკლედ ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ვთქვი, რომ არ არის საზოგადოება სიახლეს მიჩვეული, ანუ პოპულარული არ არის. და აქედან ზუსტად ამ გამოთქმიდან გამომდინარე, რაც მე ვთქვი, კიდე მინდა ვთქვა, რომ 3 წლის მანძილზე მე ვკერავდი მხოლოდ შავ ტანსაცმელს ჩემს სალონში და ეს იყო ჩემი პრინციპი და იყო პრინციპი, იმიტომ რომ მე ვამბობდი, რომ მომავალი 3 წელი იქნება შავი ფერი მოდაში მთელ მსოფლიოში. ეს გამართლდა.
და თუ დავიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რომ რატო არ არის სიჭრელე, წეგან სიუჟეტში იყო პროექტი გზავნილი 21 საუკუნეში, ეს იყო 99 წლის საახალწლო პროექტი, რომელიც ბასა ფოცხიშვილმა გააკეთა და მე ვიყავი ამ პროექტის image maker-ი და მთელი ამ პროექტის ჩაცმულობა არის ჩემი და გარდა ამისა, მანამდეც ჩვენ მუშაობდით კლიპებზე და თუ გინახავთ რომელიმე კლიპი, რომელშიც ვინმეს აცვია ჩემს მიერ შექმნილი ფერი, შავი ფერის კოსტიუმი, არ არსებობს. ისტორიულ პოპულარიზაციას უკეთებდი სიჭრელეს და რაღაც პერიოდის მერე მე მომივიდა გამიჩნდა სურვილი რომ გამეკეთებდი შავი ტანსაცმელი. 3 წელი ვაკეთებდი მხოლოდ შავ ტანსაცმელს და შემოდიოდნენ და ითხოვდნენ ჭრელს. ეხლა ვაკეთებ ჭრელს და შემოდიან და ითხოვენ შავს. ანუ საქართველოში გვიან შემოდის 3-4 წლის დაგვიანებით ეს ყველაფერი. გავიდა ის შავი შარშან და ეხლა ისევ ჭრელია მონდაში. და თუ ვილაპარაკებთ ჩემ ჩვენებასთან დაკავშირებით მუქი ფერები იყო და არა შავი, იყო მუქი ფერი და ეს ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ სატანსაცმელი ვერანაირად ვერ შეიქმნება ფერადი, იმიტომ რომ უბრალოდ მომხმარებელს არ აქვს იმის საშუალება, რომ კონდეს წითელი, ყვითელი, მწვანე, მუქი ფირუზისფერი და შავი პალტო ერთად. უნდა კონდეს ერთი და არჩევენ შავს, ან მუქს. პრაქტიკულია უბრალოდ. მადლობა, თათა, რა სიტუაცია ამ ხრივ ფეხსაცმელებში? რამდენად ხშირად გიკვეთავენ დავშოთ ჭრელ ფეხსაცმელს? იცი რა, მე მგონი რომ ჩემთან ეს პრობლემა არ დგას, იმიტომ რომ ჩემ სტუდიაში გამოფენას ნახავთ ყველაფერის ტყავს გარდა შავისა. იმიტომ რომ მე თვითონ ვარ ადამიანი, რომელიც შინაგანად აპროტესტებს შავს. ამ ხრივ ჩემი კლიენტურა და საერთოდ ყველა მომხმარებელი ჩვენ სტუდიაში შემოდის, არის გათავხედებული, არა თუ განებივრებული იმით, რომ იქ წააწყდება ყველაფერს გარდა შავისა. თუმცა შავებში შემოსილი ვარ, მაგრამ რეკლამას უკეთებ ჩემ ფეხსაცმელებს, იმიტომ რომ მათი ოქროსფერი ფეხსაცმელი და მარამაყი. აი, ცირეგებია, უკაცრავად დიდი მადლობა ლიზა, დიდი ბოდიში საუბარს რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ ჩვენ გადაცემაში რეკლამის დროს. მაშასე გრძელდება თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენი დღევანდელი თემა მოდა და შოუ ბიზნესი. ასე რომ კარგი იქნება რომ ჩვენ ჟურნალისტებმა ცოტა შოუ ბიზნესს დაუახლოვონ მოდა და იქნებ გაქვთ ასეთი შეკითხვები. ხატია. მოგესალმებით საღამოშტობს ხატია შემიგე რადიო ფორტუნა. თათა პირველი კითხვა შენთან მექნება. ირინა ონაშვილი როდესაც გაემგზავრა მის world-ზე, მის სოფლიოზე, მას ეცვა შენი შეკერელი კაპა, ხო, საღამოს კაპა. მე სამწუხაროდ არ მინახავს მისი გამოსვლა. მაინტერესებს რატომ უყვა დიდი კრიტიკა ამ კაპას. დაიწერა ძალიან ბევრ ჟურნალში, გაზეთში, რომ რაღაცა კაპის არაჩვეულებრივ მოულოდნელ ამპულაში აღმოჩნდი, რომ მე მიცნობე როგორც ფეხსაცმლის დიზაინერს და უცებ ხალხისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რომ რატომ ჩააცვა თათა ვარდანაშვილმა ირინა ონაშვილს დაუშვათ მის მსოფლიოზე კაბა, მაგრამ ჩემთვის იყო ეს პიროვნული სიამაყე და მე ვიცავდი საქართველოს ინტერესებს მაშინ, როდესაც ირინა მიემგზავრებოდა მის მსოფლიოზე, იმიტომ რომ პირველად მოხდა, რომ ოფიციალურად შეიძინეს მის მსოფლიოზე ქართველი გოგოს წარდგენის იმიჯ ცენტრში. ეს ჭირდებოდა დიზაინერი, რომელიც წარადგენდა საქართველოს. ამ დროს იყო აუცილებელი დიზაინერის კვალიფიკაცია, რომელსაც ქონდა სტაჟირება გავლილი უცხოურ წარმოებაში. იმ შემთხვევაში თუ რაღაც ნომინაციით აღინიშნებოდა დიზაინერის ნამუშევარი, შეეძლო თავისუფლად მიიღო შემოთავაზება და უშუალოდ უცხოური წარმოებებიდან და იქ გაეკვალა გზა. ჩემთვის არ იყო ხეს თავარი და უშუალოდ იქ გამემარჯვა ან რაღაც. ჩემთვის იყო თავარი მონაწილეობის მიღება, თანაც თავარი ამოცანა რაც დავისახე. ეს იყო რომ ირინა ონაშვილისგან შემექმნა ისეთი სახე, რომელსაც იქ შეამჩნევდნენ. და მე ვთვლი რომ საქართველოს გაიმარჯვა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ გახდებოდა ირინა ონაშვილი და უშუალოდ მის მსოფლიო, იმიტომ რომ ეს პირველად მოხდა, როდესაც საქართველოსთან წარმომადგენელი გააგზავნეს ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ირინა შეამჩნიეს, შევიდა თავისთავად ოცეულში და ეს იყო ძალიან დიდი წარმატებული ნაბიჯი.
ჩემთვის ეს კრიტიკა არ იყო დაუშვათ ისეთი დამთრგუნველი და გამაღიზიანებელი პირიქით, რატომაც ანუ რა საკრიტიკებდნენ ამ კავშირში? აკრიტიკებდნენ, რომ მე არ ვარ ტანსაცმლის დიზაინერი, ვარ ფეხსაცმლის დიზაინერი და რატომ ავიღე ჩემ თავზე ამ ხელა პასუხისმგებლობა და რატო გავაკეთე ირინას? რატომ შეაჩერეს კაცი შენზე არჩევანი? არა, მე მინდა ყოველს უთხრა, რომ მე დავამთავრე ქალაქ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მოდელირების ფაკულტეტი. მაქვს წითელი დიპლომი, დავამთავრე ასპირანტურა. დავიცავი ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, მაქვს უფროსი სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების კვალიფიცირებული პედაგოგის დიპლომი სახში. უბრალოდ სკოლა და ანუ ყველანაირი საფუძველი გაქვს დავამთავრე ოქროს მედალზე. დიზაინერი. ვარ პროფესიით დიზაინერი და ვემსახურები ჩემ პროფესიას. დავიწყებათ ადამიანებს, რა არის დიზაინერი საერთოდ? არის ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს აუსრულებს სურვილს. მე ვარ მოწოდების სიმაღლე და აუსრულო ყველა ადამიანს აუხსენელი ოცნება. შეუქმნა ამ ადამიანისგან ფერია ისეთი, რომელზეც ოცნებობდნენ. უბრალოდ ფეხსაცმელი არის ყველაზე უფრო რთული დარგი, უფრო მეტი კომპონენტებისგან შემდგარი და ვარ დაინტერესებული ფეხსაცმლის დიზაინით. კოსტიუმის დიზაინში მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად ჩემი ადგილი უკვე მივატოვე. Მთლიანად გადავერთე ფეხსაცმელს. არა, პირველიც და არ იყო, ეს იყო დიდი ხნის წინ მივიწყებული რაღაც, რომელსაც დაუბრუნდი იმ შემთხვევის გამო, რომ ჩემი თავი ჭირდებოდა ჩემ სამშობლოს და ჩემ ქვეყანას. აი ახლა ეკათორდია მიემგზავრება კიდე რამდენადაც და ისევ მოგმართეს შენ თუ არა? ეკათორდიას გავატანე ჩემი ნაციონალური კოსტიუმი, რომელიც არის ძალიან ორიგინალური. მე ვთვლი, რომ ეს არის ნამდვილი ქართული ჩაცმულობა და ზედ არის გამოყენებული არტის მხრივ ფოტოქრონიკა გოგა ჩანადირის დასურათებული ძველი ქართული ნაციონალური კოსტიუმები. არის მეტად საინტერესო და მე ვთვლი, რომ ეს წაადგება საქართველოს. რა ფიქრობ, ეს კოსტიუმი დაიმსახურებს მოწონებას? არა, მე არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ ვიღაცამ ტაში დამიკრას. მე ვაკეთებ იმიტომ, რომ ვემსახურო ჩემ ქვეყანას. იმ ფორმით, იმ ფორმატით, რა დოზითაც წავადგები. საქართველოს სულ ერთია, ტაშს დამიკრავენ. ვიზუალურად თუ მოწონებას დაიმსახურებ, შეთორე რომ წაადგები საქართველოს და თუ ვერ თუ არ დაიმსახურებს მოწონებას ნაციონალური ჩაცმულობა, მე ვთვლი, რომ ის ისედაც განსაკუთრებულია და მე რა დაუშვათ ჩინეთში ვერ გაიგეს როგორი ნაციონალური კოსტიუმი ეცვა მე-19 საუკუნეში ქართულ ქალს რა მოხდა. და ირინას ტანსაცმელი ეცვა შენი კაბა და ფეხსაცმელიც შენი ეცვა? ყველაფერი ჩემი ეცვა, არა მარტო ირინას, არამედ მთლიანად მთელი შოუ ოპერის სცენაზე იყო თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებული. დამერწმუნეთ, რომ იქ ვერ ნახავდეთ ვერც ერთ შავი ფერის კოსტიუმს და იყო აბსოლუტურად ფერადოვანი, სპეციალურად გავიმგზავრე მილანში მოდის კვირაულის დახურვაზე, იქ ბევრ ჩემ მეგობარ დიზაინერს თხოვე რაღაც ქსოვილები, რომელიც ჩამოვიტანე საქართველოში, ამისთვის დავხარჯა ძალიან ბევრი ფული და ბევრი ენერგია და ეს ყველაფერი იყო ჩემი ხელით გაკეთებული. და მაშინ რატო აღარ გაქვს სურვილი, რომ იმუშაო ისევ ტანსაცმელზე? არ მაინტერესებს, მე მიყვარს ფეხსაცმელები და მომწონს სამოსი. მე არ ვარ ტანსაცმლის დიზაინზე კვალიფიცირებული კადრი და სპეციალისტი, ვაკეთებ ფეხსაცმელებს. და რო არ ვიცოდე როგორ კეთდება ტანსაცმელი, ჩემთვის რთული იქნება ნებისმიერი დიზაინერის ნამუშევარზე მოვარგო ჩემი ფეხსაცმელი. ანუ შენ ეთახვები იმ ჟურნალისტებს, ვინც გააკრიტიკა, რომ შენ არ ხარ ტანსაცმლის დიზაინერი და არ უნდა აგეღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე? არა, მე ტანსაცმლის დიზაინერი არ ვარ კი არა, მე ვარ დიზაინერი. მე შემიძლია გავაკეთო. არ გაქვს იმ ხელა პრაქტიკა, თქვა ისეთი დიდი როგორც ფეხსაცმელი. რა შუაშია? მაშინ მითხარით, ვის აქვს შემზე უფრო მეტი პრაქტიკა დიზაინის შექმნაში საქართველოში და მაშინ გამაკრიტიკეთ რამდენიც გინდათ. არა, მაშინ რატო დაანებეთ, ვერ მევხვდი. ტანსაცმლის კერძი. არის ადამიანი დიზაინერი, უყვარს ფეხსაცმელი და აკეთებს ფეხსაცმელს. ვარ დიზაინერი, მიყვარს ტანსაცმელი და ვაკეთებ ხოლმე ფეხსაცმელს. კარგი, მოდი, ერთი პატარა გადახოვება გავაკეთოთ. ბაკუ, შენ ჩვენს ანონსში აღნიშნე, რომ ჩვენი ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების მომღერლების ტანსაცმლის შეფასება შეიძლება ნიშანზე სამიანი დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მათგანი შენთან იკერავს ტანსაცმელს. რატომ დაიმსახურეს მათ შენგან ეს შეფასება? ვიცი რა არის რაღაც პიჯაკი ან შარვალი შეიძლება მოხვიდე და იყიდო.
და მე იმაზე ჩაიცვა რაღაცა სხვა რაღაცა. ნუ აი ქვედაბოლო იყიდე და ზემოთ ჩაიცვის სხვა რამე. ან იყიდე რაღაც კაბა, ჩაიცვი და მე გაიკეთე ისეთი აქსესუარი, რომელიც არ ჭირდება იმას. ის კაბა არ არის იმისთვის. ანუ თავისი შტრიხები და ამბები ხშირად შეაქვთ ხოლმე და ხშირად ვერ მიცნიან ჩემი კაბას სცენაზე, ყოფილა ეს შემთხვევაც. იმიტომ რომ ზემოდან რაღაცა ბოებს მოიდებენ ხოლმე. რა ვიცი, დამაკმაყოფილებელია, ვიცი, იმიტომ აგენტობიან ბაკურ? არა. საქართველოში ხო ესე ხდება. ეხლა რაც ხდება შოუ ბიზნესში, ეს ყველგან მომხდარა და ყოველთვის იყო და ამიტომ გარდამავალი პერიოდი უბრალოდ დავიღალე მე თვითონ პირადად ყველაფერში, რაც ცოტა აზრში ჩავარდი და გავიზარდე. ამ ჩვენ ქვეყანაში სულ გარდამავალი პერიოდი ყველაფერში და სულ ეწყობა და ვეღარ დაეწყო ეს ამბავი. აი დაწყობილ ცხოვრებაში 1 საათიც არ მიცხოვრია, რაც ასე მოვედი. ბავშვობის შემდეგ. შოუ ბიზნესიც ეწყობა. ეხლა გვაქვს ძალიან ის როგორ ვთქვა, ზასტორი. დაახლოებით 80-იანი წლები კომუნიზმში, ქართულ შოუ ბიზნესში. გააშტერებულები არიან, ეხლა არ არის ახალი სიმღერები, ხო, რაღაცა სულ გადაირიან ამ რემიქსებზე. მერე ხდება ესეთი რამე, ჯდება ძვირი პროფესიონალი რეჟისორი. აი, კარგი რეჟისორთან რო გადაიღო კლიპი, ის ითხოვს ჰონორარს. ერთხელ გადაიღებენ ესეთ რეჟისორთან კლიპს, მერე ნახავენ იქ როგორ კეთდება ეს ამბები. მერე წავლენ თვითონ გადაიღებენ ამ კლიპს. თვითონ არიან რეჟისორები და ტანსაცმელზეც ეს ხდება. ერთხელ მოვლენ, გიყურებენ ეს როგორ ხდება. ეს შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან კი არ არის მარტო. ჩვეულებრივი კლიენტებიც ხშირად აკეთებენ. მე მაქვს მოგონებული ერთი შარფი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს მაქმანებით, შეიძლება გაკეთდეს ერთი ქსოვილისგან, მეორესგან, მესამე. ის ერთი შარფი რო გაუკეთე ვიღაცას, მერე ის წავიდა და ის გააკეთა მილიარდი ნაჭრისგან. რაღაც სჭირდება ახლა ბაკური. ხო, ის არის გადასარევად სამლარიან კერავთან იკერავს იმას და გასაგებია. დიდი მადლობა. შემდეგ კითხვა საშა კაცმანი. ბაკურთან სამომშვიდობისა, საშა კაცმანი, რადიო პროდიუსერი. მე მინდა კომენტარი პატარა გაუკეთო ბაკურის სიტყვებს მოსაზრებას პრედაპორტის შესახებ. საქართველო არ არის ტიპიური არც ევროპული ქვეყანა, მოდი ესე ვთქვათ, მე სოციალურად გულისხმობ. ამიტომ ის კანონზომიერება, რომელიც მოქმედებს სიტყვაზე ნებისმიერ მოდი ესე ვთქვათ, ცოტა განვითარებულ ქვეყანაში, ჩვენ რაც განვითარების გზაზე ვართ, ეტაპზე ვართ, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. აი შენთან მაქვს ესეთი კითხვა. შოუ ბიზნესი ალბათ მე მაინტერესებს ესეთი კითხვა, ორივესთან მაქვს ეს კითხვა. თქვენი ბიზნესის, თქვენ აწარმოებთ ბიზნესს თვითოვლი თქვენთაგან, თქვენთვის მე მგონი ხელოვნებას და ბიზნესიც არის. თქვენი ბიზნესის წილობრივ რამხელა, თქვა წილობრივ რომელ ნაწილს წარმოადგენს შოუ ბიზნესი, ანუ სიტყვაზე 100% რო ავიღოთ ზოგადად, რამდენ პროცენტს შეადგენს შოუ ბიზნესი, ეს პირველი კითხვა არის და ამ კითხვასთან გამომდინარე უკვე მეორესაც დავსვათ. თუ შეიძლება ამაზე მიპასუხეთ. მე კიდე მოგცემთ კითხვის საშუალებას, შენ არ ნერვიულო საშა. მე ვთქვი, რომ ჩემი ბიზნესისთვის შოუ ბიზნესი საერთოდ არის PR-ი. ანუ ჩემი საქმიანობა PR-ი რო არის, ამას არც უარყოფ, მეც თავისთავად. მე მაინტერესებს თქვენი შემოსავლების წილობრივად შოუ ბიზნესს რამდენი შემოაქვს. მითხრა ციფრი, პროცენტი. და ვერ გაიგე მე რა გიპასუხე. როდესაც ადამიანი აკეთებს თავის საქმიანობის რეკლამირებას, იხდის ამაში ფულს. ანუ მე შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად ფულს არ ვართმევ. ესე იგი თქვენ გულისხმობთ, რომ თქვენ გაქვთ ბარტერი. მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ზუსტად თქვენ რასაც ვაკეთებთ. იხეთ წილობრივი მონაწილეობა და მე ვერ დაგინცახე. არა, ეს იგივე ფულია, ეს აბსოლუტურად ესე არის, იმიტომ რომ თქვენ ამ ფულს არ იღებთ და რეკლამაშიც ფულს არ ხარჯავთ, ხო? და ამბა კონკრეტულად გიპასუხე და თუ გინდა ავტომატურად თქვენთვის არის ბარტერი, ხო? მე სწორედ გავიგე. არა, ბარტერი არ არის, არის რეკლამის ერთგვარი ფორმა. მე როცა ფულზე ვლაპარაკობ, მე მაინტერესებს ვლაპარაკობ შემოსავალზე და გასავალზე, როცა თქვენ იძახით, რომ მე მჭირდება რეკლამა და PR-ი და ამავე დროს მე უნდა ავიღო ფული იმ საქმე. თქვენ ხო ხარჯავთ დროს, იგივე მომღერლის დიზაინზე დრო მიაქ ამას ყოველ დრო თქვენთვის ფულია მე მგონი, ხო? არა მარტო PR-ი.
იცი რა, მე მგონი არასწორად გესმის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემთვის არის სიამაყე ბაკურს როცა აცვია ჩემი ფეხსაცმელი არ მესმოდეს თქვენნაირად, მაგრამ დანარჩენ ბიზნესი მესმის ძალიან კარგად. ბიზნესს გულისხმობ. ბაკურს როცა აცვია ჩემი ფეხსაცმელი. ან როდესაც არ აცვია. ოკეი. მე ვიქნები უფრო მეტად ამაყი, როცა ჩაიცვამ შენ ფეხსაცმელს და მე როცა ჩავისვამ ბაკურის ტანსაცმელს, ჩვენ უკეთებთ ქართულ პროდუქციას რეკლამას. როდესაც შოუ ბიზნესის წარმომადგენელი საქართველოში თუ უცხოეთში? სულ ერთია, სადაც არ უნდა ვიყო. მე უცხოეთში როცა მივდივარ, მაშინ უფრო მეტად ვცდილობ ქართული დიზაინერის ნამუშევარი მეცავს, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ლაპარაკობთ, კარგით, თუ შეიძლება თქვენ რო გასწრებს. რაც შეეხება პრედაპორტეს, ხო, ამითი დავიწყეთ. საქართველოს ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რომ მხოლოდ პრედაპორტე ჭირდება ამ ხალხს, იაფიანი ტანსაცმელი, მზასაქონელი, რომელიც ბუნებრივად უფრო იაფიჯდება, იმიტომ რომ ფაბრიკაში იკერება. ვიდრე ის მაღალი მოდა, რომელსაც წლების მანძილზე სახელოსნოებში ვაკეთებდით ქართველი დიზაინერები და ძალიან მიხარია, რომ მე მომეცა იმის საშუალება, რომ თუ ვინმეს უყვარს ბაკურაძე, ის გავაიაფე და იყიდის შედარებით იაფად ამ ყველაფერს და ეს არის მზასაქონელი ფაბრიკული ქარხნული, რომელიც კონკურენციას უწევს იაფასიან თურქულ და ჩინურ პროდუქციას, რომელიც უხვად არის ჩვენს ბაზრობაზე და თავისუფლად არჩევანი ძალიან დიდია და თუ ვინმეს უნდა რომ ეცვას ჩემი ტანსაცმელი, მოდის და ყიდულობს ბაზრობის ფასში დაახლოებით და შემოსავლის რამდენ პროცენტს შეადგენს შოუ ბიზნესიდან ჩემი შემოსავლები, ხო? დაახლოებით შეიძლება ითქვას 4-ს ან 3-ს. იმიტომ რომ მინდა გითხრა, რომ შოუ ბიზნესის ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც მოდის ჩემს მაღაზიაში, ზუსტად ისეთივე კლიენტის, ზუსტად ჩვეულებრივი კლიენტის სტატუსით ცხოვრობს და არსებობს იქ, სანამ არის როგორც ჩვეულებრივი ერთი ვიღაც შემოსული ადამიანი, რომელიც შეიძლება უფრო ნაკლებ დროს იკავებს ჩემსას, იმიტომ რომ ის უფრო მენდობა, ის უფრო მიჯერებს და რასაც ვეტყვი იმისთვის, ბევრად უფრო დიდი ავტორიტეტი ვარ და მენდობა და აი გენდობი და ბაკუ, რაც გინდა ის გამიკეთე და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები სულ ყირყიტობენ და სულ რაღაცა ესე უფრო მეტი დრო მიაქვთ. შესაბამისად, უფრო მეტ სიხდიან დასაწყისში. მომთხოვნები თავისთავად. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი მომთხოვნია. ისინი ცდილობენ, რომ იყვნენ ისეთები, როგორებიც თვითონ წარმოუდგენლად. ანუ შენ პირობითად თუ ხარ მაგ მომენტში შენთან შემოვიდა. ნუ პირობითად ვიძახი, ვირტუალური მომენტი შენთან შემოვიდა, თქვათ მე ფარი, არ ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს. ვინდა შეხარ დაკავებული ამ მომენტში ვიღაცა ქალბატონ ხაჭაპურიძესთან. პირობითად კიდევ ერთხელ ვიძახი. ანუ არანაირი პრიორიტეტული მომენტი არ არსებობს შენთვის. შენ აგრძელებ ამთავრებ ამ მომენტს, ალოდინებ სიტყვაზე. ნუ როგორც შენი ძახი კიდევ ერთხელ ამ სიტყვებიდან გამოდი. ის როგორც ჩვეულებრივი კლიენტი გელოდება შენ, როდესაც შენ მორჩები, შენ გამოდიხარ და როგორც არა, მე მოგიყვები ეს როგორ ხდება და ეს ხშირად ხდება. მე ვზივარ და ვმუშაობ კლიენტთან, ამ დროს შემოვიდა შოუ ბიზნესის რომელიღაც წარმომადგენელი, რომელიც ჩემი ან მეგობარი, ან ახლობელი, ან ნაცნობია. თუნდაც ყოველ შემთხვევაში ვიცნობთ ერთმანეთს და ვესალმებით რა. უფრო მეტად ვიცნობ ვიდრე იმ კლიენტს, რომელიც მიზის. უბრალოდ ეთიკის ნორმით ბოდიშს უხდი ამ ადამიანს, ვესალმები იმას და ვთხოვ, რომ ყავა დარლიოს და დამელოდოს. ვამთავრებ ამ კლიენტთან მუშაობას და შემდეგ გადავდივარ მას. ეს არის ჩვეულებრივი ცოცხალი რიგი, თუ ესეთი შემთხვევა არის, ის ჩვეულებრივად დგება რიგში. ანუ პრინციპში არანაირი უპირატესობით არ სარგებლობს ამ უპირატესობით სარგებლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ შეიძლება კონდეს კონცერტი ან კლიპის გადაღება და მთხოვოს, რომ იცი რა, გეხვეწების ძალიან სწრაფად ჭირდება და კვირას ვამუშაო ხალხი ან გვიან დავტოვო. ერთი პატარა კითხვა, შოუ ბიზნესი ერთობლივად რო გავაერთიან, ანუ ზოგადად პირობითად შოუ ბიზნესი როგორც თქვენი კლიენტები, ხო? არსებობს გრადაცია სიტყვაზე აი თვითონ შოუ ბიზნესის კლიენტურას გულისხმობ, ხო? ვისგანაც თქვენ სიტყვაზე იღებთ ფულს არ იღებთ და თუ არ იღებთ რა მოტივებით და თუ იღებთ რა მოტივით. არ არსებობს ეგეთი რამე. სხვათა შორის ახლა იყო ერთი ჟურნალისტი ელიტარული ქრონიკიდან, ჟურნალიდან და მითხრა ესეთი რამე, რომ შენზე ლაპარაკობენ, რომ გაგიჟებულიაო ფულზეო. მე მინდა ვთქვა, რომ მე შემიძლია რომელიმე მომღერალს დაუდგა აბსოლუტურად უანგაროდ კონცერტი. და რეჟისურაში ფული არ გამოვიდა. და რა შეიძლება გამოვიდეს მოტივი? ამის მოტივი რა შეიძლება გამოვიდეს? უბრალოდ არის ჩემი მეგობარი, ეს არ არის ჩემი პირდაპირი დანიშნულება, მოვალეობა და პროფესია, რეჟისორობა, არც სცენის მხატვრობა, არც დეკორატორობა და არც გამნათებობა. და ამაში მე შემიძლია მას დაუდგე გვერდით და ეს ყველაფერი უანგაროდ და უფასოდ გავუგებო. ასევე კონცერტის ორგანიზაციაც, მაგრამ ის მოდის და ზუსტად იგივე ტარიფით, თუ არა ძვირით, იხდის ჩემ პირდაპირ მოვალეობაში ფულს და არანაირი ფასის დაკლება.
არ ხდება თუ არ არის სეილი და არანაირი შეღავათი იმათ არ აქვს. შეღავათი კიდევ ერთხელ გეუბნებით აქვთ იმათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აქვთ გადაუდებელი საქმე და ესეთივე შეღავათი შეიძლება კონდეს ნებისმიერ კლიენტს, რომელიც მოძებნის ჩემ ტელეფონს და დამირეკავს, რომ გეხვეწები ხვალ ქორწილია და მჭირდება კაბა. ყველაფერს გავაჩერებ და იმას ექნება ის კაბა. არანაირი განსხვავება აქ არის. შეიძლება აი ამას მოყვა ზუსტად ის ტექსტი, რომ მე ვარ თურმე გაგიჟებული ფულზე და მე არ მგონია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი დადიოდეს თბილისში, ვისთანაც მე მითანამშრომლია და ეს შთაბეჭდილება გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა, საუბარს რამდენიმე წუთში გავაგზავნებთ, გადაცემაში რეკლამის დრო. მაშასა ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი და დღეს ჩვენი თემაა მოდა და შოუ ბიზნესი. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, დიზაინერები ბაკურ ბაკურაძე და თათა ვარდანაშვილი. გავახსოვთ საუბარი. შემდეგ კითხვა. გამარჯობათ, მაია ჯავახიშვილი, სტუდია მაესტრო. თათასთან მაქვს ესეთი კითხვა, მაგრამ მე ცოტა გადავუხვევ ანუ თემიდან და ვიდრე იმ კითხვას დაგისვამთ, რაზეც სერიოზულად გჭირდება თქვენგან პასუხი, მანამდე მინდა პატარა შესავალი გავუკეთო რა, რომ როგორ ფიქრობთ თქვენ იმ შემთხვევაში თუ არ მოგეწონებათ ჩემს მიერ დასმული კითხვა, შეგიძლიათ გააკეთოთ ასეთი რამე, რომ ხვალ მობრძანდით მანქანით თქვენს მეგობართან ერთად და უბრალოდ რაღაცა საქმის გასარჩევად, რომ რატომ დამისვით ისეთი კითხვა, ან რატომ თქვით ისეთი რამე, რომელიც მე არ მომწონს. შეგიძლიათ ეს რამე? საინტერესო დასაწყისია მაია. გააჩნია რას მკითხო? ანუ პრინციპში შესაძლებელია, ხო? მეგობართან ერთად მე მგონი საქმის გასარჩევად მოსვლა არ დამჭირდება, საეთერო დრო როგორც კი დამთავრდება, აქვე გაგირჩევ საქმეს. კარგი, ეს არის პირველი კარგი, ესე იგი ეს არის პირდაპირი კი არა და პირველი შემთხვევა, როცა მე აქ ვიქნები, იმიტომ რომ როცა მოდიხარ ხოლმე, ყოველთვის არ ხვდები და კარგია, რადგან აქვე შეგვიძლია ესე იგი მოგისმენ დიდი სიამოვნებით. ეხლა რაც შეეხება კითხვას, მე მაინტერესებს ესეთი რამე, რომ ნუ რადგან შენობით, მაშინ მეც რაღაცა ნატი. შოუ ბიზნესი როგორც არ უნდა დავყოთ, ამაში მოდა აუცილებლად შედის, ამის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით ცხადია და აი ყოველთვის ხშირად მიწევს უბრალოდ აი ჟურნალების და გაზეთების გადათვალიერება. მომღერლებთან ერთად, მსახიობებთან ერთად. აი ძალიან იშვიათია ესეთი შემთხვევა, როცა სახელი და გვარი თათა ვარდანაშვილი არ არის რომელიმე ჟურნალში ან გაზეთში. პრაქტიკულად ყველგან არის და მაინტერესებს ესეთი რამე, რომ ეს შენეული რაღაცა კომპლექსებისგან განთავისუფლების ფორმაა თუ პოპულარობის ფორმაა თუ ანუ რაში გჭირდება, შეხო ისედაც კერავთ ჩექმებს, ისედაც ყავს კლიენტები. მე რა რო ავიენები იმასაც ამბობე, რომ ორ კვირაში თათა ჩექმებს ძირითრება, ეხა ხო არ დავიჯერებთ ამ ამბავს. ანუ პოპულარული ხარ და რადგინა ეს ჟურნალ გაზეთებში მუდმივად სულ თათა რა არის ეს რა ფორმაა? ჩემი აზრით ჟურნალ გაზეთებში ჭირდებათ თავიანთი ჟურნალები და გაზეთები რო გააყიდონ, რომ დაწერონ შიგნით თათა ვარდანაშვილი, თორე ჩემთვის სულ ერთია ჟურნალ გაზეთის გარეკანზე ვიქნები, შიგნით ვიქნები და არასწორი ფორმულირება გაქვს საკითხის, იმიტომ რომ ვერ ნახავ, ვერ სადე. ძალიან სწორი ფორმულირება. ჩვენი პროდუქციის რეკლამირებას. უბრალოდ მე აღმოჩნდი ყველაზე ბებერი დიზაინერი ქართულ სინამდვილეში. მე ვმუშაობ უკვე მე-9 წელიწადია, მაქვს ჩემი საკუთარი სტუდია. ჩვენ ეს არაერთხელ დავიკითხეთ, ჩვენ ვიცით რომ თქვენ გაქვთ დიპლომი, თქვენ გაქვთ ყველა ის რეგალია, რომელიც საჭიროა. არა, დამამთავრებინე, მე ხო შენ გულმოდგინედ გისმენდი, რას მეკითხებოდი და გპასუხობ. მოხდა ისე, რომ ქართული შოუ ბიზნესი ჩამოყალიბდა ჩემთან ერთად და აღმოჩნდა, რომ ადრე ადამიანები რომ მოდიოდნენ ჩემთან დამკვეთების სახით, აღმოჩნდნენ უკვე ჩემი მეგობრები, ან 9 წლის წინ შეძენილი კლიენტები, რომლებიც უბრალოდ ჩემთან ყოფნას ამჯობინებენ სხვაგან წასვლას და ხდება ისე, რომ აღმოჩნდები ხოლმე ამათ დაბადების დღეებზე ან ქორწილებში ან უბრალოდ სტუდიაში ან რა ვიცი რა გითხრა, გადაღების პროცესში და მე იმდენი საქმე მაქვს, X-ასიარულოდ არც მცალია და ძალიან ხშირად არ ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც წერენ. ვის რაში ჭირდება ეს, მე არ ვიცი. მაგრამ თუ ამ დოზით ჩემი არსებობა ქართულ სინამდვილეში გამაღიზიანებელია, მე რაც არ უნდა მითხრა, მაინც ხუთს ვერ დავიხურა და წავალ. ისე მიყვარს ფეხსაცმელები, რომ ჩემ ადგილს უბრალოდ ქართულ რეალობაში ვერავის ვერ დაუთმო. არა, მე უბრალოდ ვიკითხე ეს რატო და ეხლა დაგიკონკრეტებ, რომ აი ყოველთვის არის ერთი და იგივე ტექსტი და ეს არის მტკიცება იმის, რომ შენ ყველაფერი დაიწყე მარტო, რომ ყავს ერთი შვილი, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ძალიან საყვარელი ბავშვია, ნამდვილად, რომ ეს ყველაფერი შენ ყველა გააკეთე რაღაცა ძალისხმევით და რაღაცა ყველაფერი ამაში ჩადე. ეს 10672 ჯერი ბეჭდება უკვე რა და რამდენად ეს შენთვის მისაღები ან მარტივად შეგილია ხო თქვა უარი არ მინდა ეს თუ ძალიან გიყავს ჟურნალისტები არ გიცნობდი რომ შენ ჩემი ასეთი ფანი ყოფილხარ სერიოზულითან და ყველა ჟურნალ გაზეთს 10996 ჯერ კითხულობ ჩემ ბიოგრაფიას მე იცი რა ჩემ თავს საკუთრად
კითხვას ხომ არ დაусმოვ. ჩემთან მოდის ჟურნალისტი. ერთი და იგივე ფორმულირებით, ერთი და იგივე შეკითხვით, სად დაიბადე, როდის და რა გააკეთე. მე მაქვს ერთი და იგივე ბიოგრაფია, ჩემ ბიოგრაფიას ვერ შევცვლი. ამიტომ იძულებული ვარ უპასუხო ერთი და იგივე ჟურნალისტს, ერთი და იგივე შეკითხვაზე. 900 ხო და ეს ძალიან მოსაწყენია, ჩემო კარგო. 2.5-ს თუ დაამატებ, უფრო უარესი იქნება. მაშინ გამოიცვალეთ, მე არ მსიამოვნებს ერთი და იგივე ჟურნალისტი, ერთი და იგივე შეკითხვით ჩემთან რომ მოდის, მაგრამ აღზრდა კულტურა და ცდილობა არ მაძლევს საშუალებას, რომ მოვყვა ჟურნალისტიკის ქარცეცხლში და სხვა ბიოგრაფია დავწერო ჩემ თავზე. ამიტომ მე მოთმინებით პასუხობ. დავიბადე 1971 წელს. დავამთავრე ესა და ეს სკოლა და მყავს შვილი დემეტრე და მაქვს სტუდია. ხო და ბოლო კითხვა, რამდენად არის ეს კითხვები იმისი პირობა, რომ თქვენ აქ როგორც დამთავრდება ეთერი გამირჩიოთ საქმე? მაია რა აგრესიულად გაწყობილი. არა, მაქვს უბრალოდ გამოსტილება თათა მოსულა ჩემთან, მე არ დავხვედრი ვარ და რაღაცა გული დამწყდა რომ მინდოდა. ადრეს ქონია მსგავსი გამოსტილება. კი, ჩემთან მოსულა თათა, იმიტომ რომ კარგი, მოდი არ გადავაქციოთ პრესტაჟზე. ორი ადამიანის ქიშბობა ჩემთან მოხვდა. მაგალითად სხვასთან არ მოხვედი იმის გამო რომ შენ არ მოგეწონა, როდესაც მე შენ გიწოდე მეწაღე. არა, პრობლემა არანაირი არ არის. უბრალოდ მე განმარტავ ერთ რამეს, რომ ბაკურსაც ხშირად ძალიან კარგი მაგალითები მოყავს, რომ მე შეიძლება ვიღაცას არა უშორს. ვიღაცის ძალიან ცნობილი დიზაინერის კოლექცია არც მე არ მომეწონოსო რა და ეხლა მეც უცხოელს გავიხსენებ ამ შემთხვევაში დოლჩე და გაბანას თერზებს როცა უწოდებენ მათ არ წინთ და თქვენ გქონდა ძალიან სერიოზული რეაქცია. მეწაღე ფეხსაცმლის ოსტატს ნიშნავს და თქვენ ფეხსაცმლის ოსტატი ხართ. ისე როგორც ბაკური ტანსაცმლის ოსტატი. მეტი არაფერი. დიდი მადლობა მე მოვშ. სულაც არ ნიშნავს მეწაღე და მე მგონი შენ დღემდე ვერაფერი ვერ გაიგე და ჯობია გაიგო რას ნიშნავს მეწაღე. რა არის ჩემი პროფესია და ვინ ვარ მე და 999 ჯერ გადაიკითხო ჩემი ბიოგრაფია და კიდევ წიგნი ვინ-ვინა რომელშიც ჯერ მე მგონი არ ხარ ხო? არა, იცი რა არის? მაქვს ბედნიერება იმ წიგში ვარსებობ და ჩემი შვილის სახელით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. იქაც რო წაგეკითხა, დღეს ამ შეკითხვას არ დამისვამდი. იმიტომ რომ მეწაღე ფეხსაცმლის ოსტატი სულაც არ არის. კარგი, დიდი მადლობა თათა. ლიზა რაღაცას მე მეჩნდება რომ მაინც ეს გაპიარების პრაქტიკა თქვენი შემოღებულია თათა, იმიტომ რომ ეს იყო მე მგონი 2000 წელი ბერიკონი კლუბი. იყო ერთ-ერთი მომღერლის პრეზენტაცია და ის გამოვიდა, ანუ ალბომის პრეზენტაცია და უცებ აი უადგილო ადგილას აცხადებს, რომ იცით მე თათა ვარდანაშვილის ფეხსაცმელი მათვი, მე მაშინ პირველად გავიგე თათა ვარდანაშვილის სახელი საერთოდ და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ უცხოეთში არცაც სადაც მე ყოფილვარ არ არის ამის პრაქტიკა, რომ აი ესე გამოხვიდე ალბომის პრეზენტაციაზე ან თუნდაც კლიპის პრეზენტაციაზე და გამოაცხადო ვინ არის შენი ფეხსაცმლის დიზაინერი. როდესაც მე შემდეგ ვკითხე, ანუ ყველა გაუგნებული იყო, არა თათა არ გეწყინოთ, მე უბრალოდ ისტორიას გავიხსენე. Ну, არ ვიცი, მე არ მინდა ახლა ის გოგო ხერხმარებაში. თუმცა შეიძლება გაიხსენო ამ წელს ვის ქონდა ბერიკონში პრეზენტაცია. არა, ერთი წამით, როდესაც მე მას ვკითხე, რომ რა საჭირო იყო ეს რატო? Ну, მთხოვა, იმიტომ რომ უნდა რომ გახდეს ცნობილი და ასე. ანუ ეს პრაქტიკა თქვენ შემოიღეთ და შემდეგ ახლა უკვე ამტკიცებთ, რომ იცით რა არის? ყველა მოდის ჩემთან, ყველა მისცემს სწორია, თქვენ აიძულეთ ჯერ ეს მომღერლები რომ გამოაცხადონ, რომ თათა ვარდანაშვილის ფეხსაცმელი მათვი, თუმცა მართლა სასაცილოდ ჟღერს რა ალბომის პრეზენტაციაზე ამის გამოცხადება. მაინც და თუ სასაცილოდ არ ჟღერს იგივე ალბომის პრეზენტაციაზე მომღერალმა გამოაცხადოს რომ მათვია მე ავთოს ქვიტინიძის ტანსაცმელი. რატომ ჟღერს სასაცილოდ გამოაცხადონ მათვია მე თათა ვარდანაშვილის ფეხსაცმელი ჯერ ერთი და მეორეც ერთი სოფლიო პრაქტიკაში უბრალოდ არ არსებობს. ზოგიერთ არის ისეთი მომენტები, არის, როდესაც მაგალითად ეს არის მოდის ჩვენება და აუცილებლად, როდესაც იქ გამოდის მომღერალი თუ მოდელი, ის აუცილებლად აცხადებს ვის, მაგრამ როდესაც არის აი ოსკარის დაჯილდოებაზეც ცერემონიაზე არ აცხადებს მომღერალი. შემდეგ მოდის ჟურნალისტები და ეკითხებიან, შენ ვისი კალვა გაცვია და ვისი ფეხსაცმელი, მაგრამ არა ოსკარის ცერემონიაზე არ გამოსულა მომღერალი და არ გამოცხადებია. იცით მე ახლა ვაჯილდოვებ ამას და ამას და მე და რა გონია რომ ყველას მოხდა ჩემი ძალიან გაწყვეტინებ, ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ. მოდი, იქნებ უფრო კონკრეტულად თქვა დავუშვათ, რა ხერხს არ უნდა მიმართოს დიზაინერმა საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისას. იცი რა, მე დავიხურავ ქუს და წავალ საერთოდ სარეკლამო სივრციდან. არა, მე გეუბნებით რომ მე საერთოდ დავიხურავ ქუს და წავალ სარეკლამო სივრციდან, მაგრამ თუ მოძებნით ჩემზე უფრო მეტად პროფესიონალ ადამიანს რომელიც ადამიანების სურვილებს უფრო მეტად დააკმაყოფილებს ვიდრე მე და არ გაუჩნდება ადამიანს აღნიშნოს სიამაყით ჩემი ნამუშევარი, მაშინ გექნება უფლება რომ ესეთი შეკითხვა დამისვა.
თუ არ ასახელებ ამ ადამიანის სახელს და გვარს ის იმ დროს იყო მე ნაკლებად ცნობილი პიროვნება და თათავარდანაშვილს უკრავდა ყველა ტაშს და ამიტომ დაჭირდა იმას ჩემი სახელი და გვარის გამოცხადება და არა და იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთია რიგით მოქალაქის უფრო მეტი სიამაყით დაუკრავ ქუჩაში მიმავალ ტაშს ჩემი ფეხსაცმლით ვიდრე შოუ ბიზნესის წარმომადგენელს სცენაზე დამდგარს ჩემი მოვალეობა არის რომ საქართველოს სახელი გავიტანო საქართველოს საზღვრებს გარეთ და ეს მოვახმარო ქართველ ხალხს ქართული პროდუქციის პროპაგანდისტვის ვისაც მოწონს ხო კარგი ვისაც არ მოწონს იმათაც თანაც საპრეტენზიო არაფერი არ მაქვს იმიტომ რომ მაშინ ვერ გაუგიათ რისთვის არის ეს ყველაფერი მადლობა ლალი მე უბრალოდ მინდა დავამატო მაიკოს მიერ დაწყებულ თემას ერთი რამ რომ აქ აღინიშნა ყველა ჟურნალ გაზეთში იყო თურმე თათავარდანაშვილის ინტერვიუ მაგრამ მე ვადასტურებ სრული პასუხისგებლობით მაქვს ამის უფლება რომ თბილისელებში თათავარდანაშვილის ინტერვიუ არ დაბეჭდილა იმ ერთადერთი მიზეზის გამო რომ 2 წლის წინ ზუსტად მე გადავწყვიტე არატრადიციული კითხვებით მოვსულიყავი თქვენთან თქვენ მე ზუსტად საათნახევარი მალოდინეთ ვესტიბიულში მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა თქვენი ტერიტორია ჩემს ფოტოკორესპონდენტთან ერთად და წამოსულიყავი იქიდან და თქვენ ისიც არის კადრეთ თათა მე არ მინდოდა ამ თემის წამოწევა ასე აშკაროდ გამოტანა მაგრამ ბოდიში ელემენტარულად გეთქვათ ჟურნალისტისთვის და რაღაცნაირად ამ ყველაფერზე კომენტარი გაგეკეთებინა ალბათ იმიტომ რომ ვესტიბიულში მელოდებოდა ძალიან ბევრი გასაგებია კლიენტურა გელოდებოდათ მაგრამ თქვენ პიარის ფასი იცით მე მგონი და ეს არ უნდა ჩაგეთქვათ ასეთ მოლოდნენ თავდასხმა თათას გასაგებია მაგრამ ამის საპასუხო რეაქციად თქვენთან დაიწერა ვიღაცა უცნობი ადამიანის პოეტი არანაირი საპასუხო რეაქცია ის არ ყოფილა ის აბსოლუტურად თქვენ არანაირად არ გეხებოდათ ჩემო ლალი მე შენ ძალიან დიდ პატივს გცემ როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს მაგრამ დიდი მადლობა მაგრამ თავადვე იძახი რომ ადამიანები ფურცლავენ ჟურნალ გაზეთებს და კითხულობენ რატომ მოხვედი შენ ჩემთან ტრადიციული თუ არატრადიციული შეკითხვებით იმიტომ რომ გაინტერესებდა ჩემთან საუბარი ხო იმ ადამიანებმა რა დააშავა მე საათნახევარი გელოდებ თათა რომელიც უკვე 8 საათი მელოდებოდნენ და შენ გამოკიდეთ ბოდიშიც არ მითხარით არც გამოხვედით არც მომაქციეთ საერთოდ ყურადღება გასაგებია მაგრამ მითხარი რომ მოხვედი როგორ მითხარი მე თქვენთან ერთად ნუ ხა ამ დეტალების განხილვად გასაგებია ადამიანი მე ჟურნალისტი რომელიც აგვარებს ჩემ ეს არ არის ტყუილი აბსოლუტური სიმართლეა გასაგებია ნანა შემდეგი შეკითხვა თემის ბოლოს ნანა არჩაძე ჟურნალი ელიტარული ქრონიკა თუმცა ეს მაშინ ინტერვიუში მაშინ მე არ ყოფილა იცით რა მაინტერესებს აი ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა მაგრამ ნუ ახლა ბაკურ მოგწონს თუ არა თათას ფეხსაცმელები კი ეს არის გააკეთებ კიდე რამ კომენტარს თუ ნუ მოკლედ კონკრეტულად აუცილებლად ძალიან მომწონს სხვა შემთხვევაში ბაკურის გვერდზე არ დავდგებოდი. ყოველთვის ანუ ის მე არ გულისხმობ კოლექციაზე თქვენ ერთად იმუშავთ ამ ერთობლივ თანამშრომლობას არ გულისხმობ. სხვა დროსაც მე მინდა გითხრათ რომ მე და თათა ერთმანეთი გავიცანით თვენახევრის წინ და ეს არის ჩემი ეხლა უკვე ძალიან ახლო მეგობრის თამონა ჩხეიძის დამსახურება რომელიც მუშაობს ჩემ კომპანიონად ჩემთან და როცა დადგა ფეხსაცმლის პრობლემა ჩემ ჩვენებასთან დაკავშირებით თათა მინდა გითხრა ბევრი ბიჭი ვერ დაგიდგება ესე კაცურად გვერდით და ადამიანურად ვერ მოგიგვარებს ამ პრობლემას რაღაც პრობლემას როგორც თათამ ეს გააკეთა აბსოლუტურად უცხო ადამიანისთვის ეს ვიყავი მე ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით ამის შემდეგ მე შემიძლია ნომერი პირველი თქვა ის რომ ეს არის ადამიანი რომელსაც შეუძლია გვერდით დგომა ბევრ ვაჟკაცზე მაგრა ბევრზე კარგად. მეორე, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ გაგიფუჭებს ტანსაცმელს. ხვდებით მე რატომ მომწონს თათას ფეხსაცმელი? და მესამე, როდესაც ადამიანი, ნახე რა ხდება, ადამიანი, როდესაც მიდის და ეუბნება, რომ ბაკურთან ვიკერებ რაღაც კაბას და მინდა ფეხსაცმელი. თათა არის დამოუკიდებელი დიზაინერი. იმას შეუძლია, რომ რაც უნდა ის გააკეთოს, იმიტომ რომ ის კლიენტი არის ჩემი მაღაზიიდან გასული, ჩემი კაბით არ მეკითხება აბსოლუტურად რა ფეხსაცმელს ჩაიცვამს. თათა იღებს ტელეფონს, რეკავს ჩემთან მაღაზიაში, თუ ეს პარალელურად ხდება და მეკითხება ბაკურ, როგორი გავაკეთო. ანუ დიზაინზე კი არ მელაპარაკება.
ჩემი პასუხით რა თქმა უნდა კორექტული არის, რომ შენ თვითონ იცი რაც უნდა გააკეთო. უხწერ უბრალოდ კაბას. ამას არ აკეთებენ. საერთოდ არ ხდება ესეთი რამე ქართულ შოუ ბიზნესში. დიზაინერებში მით უმეტეს, რომ ერთად თუნდაც 3 ადამიანი დადგეს და იმუშაოს, ეს იქნება ხალხი, რომელიც მართლა იმსურვილებს და უკმაყოფილებს ყველას. ვინც ჩვენამდე მოვა, ხვდები რას გიხსნი? ამიტომ მომწონს მე 1000 ფეხსაცმელი და საერთოდ 1000-თან ურთიერთობა რა. მოდი, უკაცრავად, ნანა, სანამ შემდეგ შეკითხვას დავსვამდეთ, ესეთი მოკლე ლირიული გადახვევა გავაკეთოთ. მე მაინტერესებს თითოეული თქვენგანის აზრი. თქვენი აზრით, რომელი შოუ ბიზნესის წარმომადგენელია დღესდღეობით საქართველოში ყველაზე უკეთესად ჩაცმული? მას წელია. ბაკო. მოდი შეგან დავიწყოთ. უკეთესად ჩაცმული, რას გვიგვი? კარგად ჩაცმული, ხარისხობრივად თუ გემოვნებად ჩაცმული? ყველაზე გემოვნებით ჩაცმული. ნანი ბრეგვაძე, ლიზა ბაგრატიონი. ნანი ბრეგვაძე, ლიზა ბაგრატიონი. თათა. თემურ თათარაშვილი. ხაი, დამასწარი. მოდიში. დავავიწყო. ანუ, კიდე ერთ დავამატებდი, რომ ძალიან მომწონს როგორ იხთენს ქართველი დიზაინერების ნამუშევარს მერაბ სოფაშვილი. და ვარამაღ. გავაგრძელებ შეიძლება. ახლა გავაგრძელებ. დანარჩენი ხო ნანი ბრეგვაძე, ლიზა ბაგრატიონი, თემურ თათარაშვილი. გავაგრძელოთ აი დანარჩენი, ვისაც თქვენი ტანსაცმელი აცვიათ, ესე იგი გამოდის რომ აი ისინი რატო არ შეიყვანეთ თუნდაც საკუთარი შეაფასეთ თუ შემოშობიზნესი, რომელსაც ასწვიათ თქვენი მე ვლაპარაკობ აი გვერდით დავდექი და ვთქვი რომ და რო ვთვლიდე რომ ნანი ბრეგვაძეზე, ლიზა ბაგრატიონზე და თემურ თათარაშვილზე უკეთესად აცვია მარიკა თხელიძეს, აღზრდა და კულტურა არ მომწევს იმის უფლებას რომ ეს თქვა, იმიტომ რომ მარიკას რაც აცვია სულ ჩემი. უბრალოდ ვერ ვიტყვი ამას, ეს არ არის წესიერი. მაგრამ მარიკას აცვია ყველა სტანდარტის დაცვით, ყველა ასაკში და ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული სამუშაო. ადამიანი, იმიტომ რომ ის 8 წლიდან 16 წლამდე იწმევს ჩემთან და იმან არ უნდა გადაუხვიოს თავისი ასაკის არც ერთ დროს ეს ყოველდღიური ცვალებადობა არის. მოკლედ ადამიანი არის მოზარდი, ეს არ არის დასრული ადამიანი არ იყო მაშინ როცა მე ვქმნიდი მარიკას იმიჯს. ეს იყო 8 წლიდან 16 წლამდე და ყველა ასაკში მე ვთვლი რომ ეცვა ძალიან კარგად და ამის დასტური არის ის პრიზები რომელიც მარიკას სიმღერის კონკურსიდან დიზაინერისთვის ჩამოქონდა. ძალიან ბევრი იყო ეს შემთხვევა, როცა სიმღერის კონკურსზე მარიკა იმარჯვებდა და პარალელურად ჩამოქონდა ჩემთვის დიპლომი საუკეთესო ჩაცმისთვის. მერიდება ამაზე ლაპარაკი. რა თქმა უნდა, მიყვარს და ვერაფერს ვერ ვიტყვი, კარგად აცვია თუ ცუდად. ჩემი გაკეთება. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გადავინაცვლოთ ჩვენი სტუდიიდან გარეთ. უფრო სწორად რომ თქვა, გავიგოთ რას ფიქრობენ საერთოდ ქართველი მომღერლების ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც არ აქვს მჭიდრო შეხება შოუ ბიზნესთან, თუმცა პრინციპში მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ მოკლე გამოკითხვა პრესის ეთერში ქართველი მაყურებლები ქართველი მომღერლების ჩაცმულობის შესახებ. თამუნა ამონაშვილიც მეფარეძეც კარგად ისმენს, ჯგომართელიც. ყველაზე გემოვნებიანად დღესდღეობით ჩვენ მიგვაჩნია რომ აცვია ლელა წურწუმიას. არ ვიცი, სულ ყველას ერთნაირად აცვია რა. ლელა წურწუმია. ყველაზე გემოვნებიანად აცვია ლელა წურწუმიას. დათო ხუჯაძის ჩაცმულობა მისაღებია თანამედროვე ქართველი საზოგადოებისათვის. მაინც წურწუმია. უფრო შავი ფერი მიყვარს მეც და ალბათ იმიტომ. ავიცი, ლიზა ბაგრატიონის ჩაცმულობა მომწონს ძალიან. ნაუცი, მე მომწონს ლელა წურწუმია და. მეც ასევე. და კიდევ ქეთა თოფურიასაც გავჩერდები. ხო, ქეთა თოფურიაც. ყველაზე კარგად აცვია ლელა წურწუმიას. არც ეს მომღერალს არ აცვია კარგად. ლელა წურწუმია და ქეთა თოფურია იცვენ ძალიან კარგად. ქრისტინა იმედა და ქეთა თოფურია ჩემი აზრით კარგად იცვენ. ლელა წურწუმიას აცვია საკმაოდ გემოვნებიანად და მისაბაძად. ყველაზე გემოვნებიანად აცვია ნანი ბრეგვაძეს თავისი ასაკიდან გამომდინარე და დანარჩენი თინეიჯერები არიან და ხა თინეიჯერული მოდა იგეთია როგორიც გიხდება და როგორიც მოგწონს ისეთი უნდა ჩაიცო მე ესე მგონია და
აი ესეთ იყო ქართული მაყურებლის აზრი ქართული მომღერლების ჩაცმულობასთან დაკავშირებით და ვინაიდანაც და რადგანაც ჩვენი გადაცემის დრო ნელ-ნელა იწურება, ბოლო ორი კითხვის დასმის საშუალება აქვს. შეაფასეთ ქართული შოუ-ბიზნესი ბოლოს, აი თქვენი აზრი ობიექტური და კიდევ ერთმანეთს გავსო ყველაო, ეს ამაზეც კომენტარი ჩემი თხოვნა იქნება გააკეთოთ და საერთოდ ყველას ცუდა დაცვიო, აი ამაზეც კომენტარი, აი ამ რამხელა კითხვა გამოვიდა. დავიწყოთ, თათა დაიწყებთ. იცი რა, მე მარტო ფეხსაცმელებს ვაკეთებ ამ ხალხისთვის და ამდენად არ შემიძლია შევაფასო ამეთი ჩაცმულობა, იმიტომ რომ ნახულობ გარდერებს და ვცდილობ რომ მოვერგო. ან უკიდურეს შემთხვევაში ვქმნი ფეხსაცმელს, რომლის მიხედვითაც მე ისინი ან იძენენ სამოს, ან მიმართავენ სხვა დიზაინერს დახმარებისთვის. მაქვს ალბათ სრულყოფილი თანამშრომლობა მქონდა უпростоრეთ მაკასათიანის სალონთან. გარკვეულწილად მქონდა ავთოსთანაც, მაგრამ მაშინ დავიწყეთ ერთად ნაბიჯების გადადგმა, რომ გაგვეკეთებინა რამდენიმე ჩვენება, მაგრამ აღმოვაჩინეთ ჩემთვის მართლა სასურველი ადამიანი, ვისთანაც არა მარტო თანამშრომლობას, არამედ მეგობრობას გავაგრძელებ ცხოვრებაში ბაკური და შევეცდებით, რომ ერთობლივი ძალებით გამოვაჯამრთელოთ მაყურებლების აზრი ქართულ შოუ-ბიზნესზე, თუმცა მე ამას კრიტიკულად ვერ შევაფასებდი, იმიტომ რომ რეალურად, რადგან არსებობს ქართული შოუ-ბიზნესი, იმის შიგნით მოთხოვნილება იმაზე, რომ თუნდაც ეროვნული რაღაც სამოსი მოიხმარონ და არ შეიძინონ ძვირადღირებული კავალის და გუჩის სამოსი და იდგნენ სცენაზე ქართული პროდუქციით, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე ჩაცმულები არიან. ანუ აკმაყოფილებენ ქართველი მსმენელის გემოვნებას. სხვანაირად გასაგებია ძალიან დიდი მადლობა. პირველი, მეორე მახსოვს. პირველი რა მოსაზრება იყო. საერთოდ შეფასება და ერთმანეთს პირველი შეფასება ვიცით, სამიანი დამაკმაყოფილების. მოდი დავიწყოთ ეს. ერთმანეთს გავს და არც ერთი არ მომწონს აი ამ. ესე იგი, მე შემიძლია სრულფასოვან ადამიან, აი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი მარიკა თხელიძე, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩემი გაკეთებული, რასაც ხედავ. მაგრამ მარიკა არც დასახელებულა, ახლა გამოკითხე. იცი რა არის, აქ ფანები ვინც უყვართ იმას ასახელებენ და ნაკლებად მგონია, რომ ასახელებდნენ ჩაცმულობის მიხედვით. უფრო პოპულარობის და სიყვარულის მიხედვით უფრო ასახელებდნენ. თქვენ თვლით ამონა ამონაშვილი დასახელდა როგორც ერთ-ერთი ესეთი გემოვნებიანი მომღერალი, მას ყველაზე მეტი ფანი ყავს? არა, ერთი დასახელდა, ძირითადად სახელდებოდა ლელო წურწუმია, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი რეიტინგი. ხო, იყო მაინც. ხო. უფრო მეტი აზრი. ქუჩაში, ანუ ჩვეულებრივი რამეა, იცი, ვინც გიყვარს როგორც მომღერალი, იმას ასახელებ. ობიექტური იყო ყველაზე ის ორი შეფასება, ერთმანეთს ყველა ერთმანეთს გავს და ამის კომენტარს ვაკეთებ. აი ახლა გეტყვით რა, ერთადერთი ადამიანი შოუ-ბიზნესიდან, ვისაც მე შემიძლია ვაგო პასუხი, ეს არის მარიკა თხელიძე, რომელიც არ გაადგავს ფეხს სცენაზე უჩემოდ. და ეს ხდება, რაც მარიკა სცენაზე დგას. მე რაზეც შემიძლია გამოვაცხადო პრეტენზია, რომ ეს არის ჩემი ნამუშევარი. დანარჩენი ჩემი მოწიწება პასუხთან დაკავშირებით მე შემიძლია ძალიან დიდი გულდაწყვეტით მოვყო ერთი რაღაც, რომ აი ის ნაწვალები და ნაშრომი იმიჯები, რომლებიც მე ვქმენი ბასა ფოცხიშვილის ნაწარმოებებში, კლიპებში ბოლო 7 წლის მანძილზე, რომლითაც შეიქმნენ მართლა ჩვენი ძალიან ცნობილი მომღერლებისგან ძალიან ცნობილი გმირები, ვარსკვლავები. ეს არის მერაბ სეფაშვილი ქუდით, როლინგით და ფართხუნე შარლით, რომელზეც დამეთანხმება, რომ ერთი კვირა ბასას ჰქონდა ჩხუბი და ორი დღე მე გადასაღებ მოედანზე, რომ ამას არ აკეთებდა. სწორედ ამითი გახდა მერაბის ის ჩაცმულობა დღეს, რაც თან ჩვეულებრივად აცვია სტილი ხდები, აი როგორ შეიძლება არ გაგახსენდეს აჩიკო მეფარიძის კლიპი მითხარი, სადაც არის თითოეულ იმიჯზე ისტერიული ნამუშევარი და გოგონემა გაბედეს თქვათ თბილისში და აზღუდის გარეშე გაზის საროჭკა ვიღაცებმა პერანგი გაბედა რომ ჩაეცვა.
ძალიან ბევრი იმიჯი შეიქმნა, რომელსაც უნდა ემუშავა, მაგრამ არის ჩვეულებრივი ცხოვრება თბილისში, მიდიხარ, არ არის სახში გაზი, კონცერტის მერე, არ არის შუქი, ადიხარ დაბნელებულ სადარბაზოში, აღმოჩნდება, რომ ფილარმონიასთან მანქანა მოგყარეს და საერთოდ არ აქვს იმის ნერვი, რომ ის იმიჯი, რომელიც შეიქმენი ახალი ალბომის გამოსვლის წინ, ახალი კლიპისთვის და გამოჩნდი. ის შეინარჩუნა ცხოვრებაში და რაღაც პერიოდი გაყოს, თუნდაც ერთი ალბომის პერიოდი. ხვდები რას გიხსნი, მე ვერ ვამტყულებ მომღერლებს, რომ შეიძლება გვანან ერთმანეთს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ამბავია, ყველას აქვს ერთი, აი ესე ვეძახი, ძიჟურნი შარვა კოსტუმი. გამოიღებს და გაიქცევა, იმიტომ რომ ხო ხვდებით რა ხდება რა. გადაცემის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი დარჩა უკაცრავად ბაკუ რო გაწყვეტინებ და იცით რა არის, მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ დაასახელოთ ქართველი დიზაინერის ფასი, იმიტომ რომ მე ეს ვხედავ, რომ დიზაინერების ფასი არის კაპიკი. ესე გამოდის, იმიტომ რომ კონცერტებზე ჩვენ არ აქვს საუბარი ყოველდღიურობაზე. კონცერტებზე გამოდიან პოპ მომღერლები, რომლებიც არიან ჩაცმულები, ნუ როგორც კლონები, მე მგონი, ყველა საცვია ერთი და იგივე ერთ ფერებში და არაფერ განსხვავდებიან. მე მთლიანად ვეთანხმები იმ ხალხის მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, ისინი არ განსხვავდებიან. დიზაინერმა იმიჯმეიკერმა უნდა შექმნას ისეთი ექსტრავაგანტული სახე, ისეთი ორიგინალურებით გამოირჩევა შეიძლება თამუნამნაშვილი, იგივე აჩიკო მეფარიძე, მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის თვითოთავად ზრუნავენ. და არა დიზაინერი ზრუნავს მათ. და მე გეტყვით ერთ რაღაცას. აღარ გააგზელებ ამ საუბარს, ბოდიში რომ გაწყვეტი. თამუნამნაშვილი და აჩიკო მეფარიძე კი არა. ყველა მომღერალი თავად ზრუნავს თავის ჩაცმულობას და მე ეს გადაცემის თავში ვთქვი, რომ ჩემი საკუთარი შექმნილი კოსტუმი, რომელიც გადის სცენაზე, მე გეუბნები, რომ ვერ მიცნია მე თვითონ, იმიტომ რომ ყველანი თვლიან საქართველოში, რომ ყველაზე მაგარი რეჟისორები არიან, ყველაზე მაგარი მომღერლები, ყველაზე მაგარი დიზაინერები, ყველაზე მაგარი რულები და ყველაზე მაგარი ტიპები რა. ესე ხდება, არ გენდობა. პრინციპში არ გენდობა არ არის რა. ადამიანებო, ჩვეულებრივ რამეს გეუბნებით რა, ჟურნალისტი მოდის ჩემთან, გაზეთს იყო წეხან 1000-თან კამათი, თქვა აი რაღაცა, რომ რატო იბეჭდება ერთი და იგივე ჩემი ბიოგრაფია ჟურნალებში. იცი რას ვაკეთებ ბოლო დროს? ვაგდებ ჟურნალისტს, რომელიც მეკითხება პოდიუმს რო გაიხსენებს ჟურნალისტი, ვესვრი საფერფლეს უკვე. მიუხედავად იმისა, რომ საოცრად დიდ პატივს გცემთ რა. რამდენჯერ შეიძლება ეს ერთი და იგივე დაიბეჭდოს. ახალი ჟურნალისტი მოვიდა ჟურნალში, უნდა ბაკურთან ინტერვიუ, მოდის და მეკითხება, როგორ მოხვდით ტელევიზიაში და იმ გაზეთში და იმ ჟურნალში მუშაობდა, თქვათ, ჩემი მეგობარი ვალი ფაცია, რომელსაც ეს უკვე 9 წლის წინ დაბეჭდილი და მე რაღაცა განვითარება რო ხდება, რაღაცას აკეთებ, იმასთან დაკავშირებით ადამიანი მოდის და აშუქებს ამას. ახალი მოვიდა, იგივეს გეკითხება. პასუხი, ნახე რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი. ის ადამიანი, ვინც არის რესპონდენტი, აი მე მაგალითად, არ უმოწმებ რომელიმე ჟურნალისტმა თქვით, რომ მეოდესმე მომითხოვია ტექსტი მომიტანეთ, წავიკითხო, რა ხდება. მე მგონი თემას გადაუხვიეთ. არ გადაუხვიეთ. ეხლა ცოტა სხვა რაღაცაზე ვსაუბრობ. თუ ოდესმე მე მომითხოვია რომელიმე ჟურნალისტისთვის, რომ ინტერვიუ რომ მოგეცი, რა ტექსტი დაწერე, მომიტანე, რომ წავიკითხო და გავუშვი. ყველა მომღერალი ითხოვს ამას, გესმის? არენდობიან ისინი მარტო დიზაინერს და მარტო ჟურნალისტს კი არა. ნუ გასაგებია ეს საერთოდ არ არის დიზაინერის პრობლემა არ არის, რომ ყველაზე მაგრები თვითონ არის. ხშირ შემთხვევაში. ახლოს შეკითხვას მე მინდა უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიარო და მე თქვენ შეგიძლიათ. მე ესე მივხვდი, რომ საქართველოში დიზაინერი არ არის საჭირო, იმიტომ რომ პოპ მომღერლისთვის, რომელიც გამოდის სცენაზე, ძალიან ეს მათი არ ვიცით, ეს არის საერთო პრობლემა, მომღერლების და დიზაინერების პრობლემა. მე მინდა დავიმახსოვრო ის მომღერალი თუ ის პოპ მომღერალი შეიძლება ძლიერი ხმა არ ქონდეს, მაგრამ ის უნდა იყოს აუცილებლად განსხვავებული ექსტრავაგანტული. მე ეს პრობლემაა. შეგიძლია ეს პრეტენზია გააცხადო ჩვენთან მაშინ, როცა გეყოლება კონკრეტული ადამიანი. მითხარი, ჩემი შექმნილი მოდელი, რომელი არის ტრაფარეტური, როდესაც მეც გავაკეთე პატარა გამოკითხვა და აი ვისი კოსტუმი იყო ყველაზე დამამახსოვრებელი იყო და რა მიპასუხით ისიც, აი თიკო სადუნიშვილი მაგარი სექსი იყო ლექსენთან მომღერდა, იმას ეცვა შორტი და მაისური. და იმიტომაც იყო. და ყველას ახსოვს ეს გოგო. და ყველას ახსოვს, იმიტომ რომ ის იყო სცენაზე ექსტრავაგანტური. ის იყო აი ისეთ არა ქართულ სტანდარტებში იყო სცენაზე გამოსული, ბევრად უფრო მოკლე შორტით, ვიდრე არის მეგერას ლამას შავ კაბას გამოვალ და არავის არ დამიმახსოვრები. ხო, რა საჭიროა ეგეთი დიზაინერი მაშინ?
მე არ მინდა მომღერლების დამცველად გამოვიდე, მაგრამ ერთადერთი დასკვნა არის, უბრალოდ როცა შეიქმნა ესეთ სერიოზული კომპანია, როგორც იყო Artimedi, სადაც იყო მაღალი ანაზღაურება, ეს არ არის ალბათ საწყენი არც ერთი ქართველი დიზაინერისთვის, მე რო ვარ, თქვათ, ლელა წურწუმია და მაქვს მაღალი შემოსავალი, მირჩევნია ჩავსვა Yamamoto და Terry Mugler, ვიდრე ბაკურ ბაკურაძე, ავთოც ქვითინიძე, მაკა ასათიანი, ხო? მე ვფიქრობ, ეს მეგობრობა არ არის, მათ აქვს საშუალება რა მე აბსოლუტურად ხო, მენტალიტეტი რატომ არ ახლა ნებისმიერი ადამიანი ესე ვიზამთ, ხო? მე აბსოლუტურად არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რატო შეიძლება არ მოდის. არ არის აქ უნდობლობის მომენტი, აქ არის უბრალოდ მოთხოვნილება. ჩემს ბიზნესს არაფერი არ აკლდება იმითი, რომ კონცერტებზე ლელა წურწუმია თუ რომელიმე მომღერალი არ გამოდის ჩემი კავით ინტენსიურად. იმიტომ არ გამოდის, რომ არ გენდობა, უბრალოდ მას აქვს საშუალება, რომ უფრო ჩაიცვას უფრო მაღალი რანგის, მაგრამ მე თვითონ ადამიანი, რომელიც ვიდექის სცენაზე წლების მანძილზე და კვირაში დაახლოებით 5 კონცერტი მიმყავდა, ელემენტარულ სისულელეთ მიმაჩნია, რომ ვიყიდო სცენაზე გამოსასვლელად ყოველთვის $1500 და $2000 პიჯაკი, იმიტომ რომ არის აბსოლუტური აბსურდი, კვირაში 7 ჯერ გადაიხადო თუნდაც $500 ტანსაცმელში, რომელთაც უნდა გამოხვიდე სცენაზე, იმიტომ რომ სცენაზე ერთხელ გამოსვლის შემთხვევაში ის ტანსაცმელი უკვე უფასურდება. ჩვენი პრობლემა შოუ ბიზნესის წარმომადგენლების არის ეს, რომ ერთი და იგივე ტანსაცმელს ხშირად ორჯერ ვერ იცვამს. მაგრამ ბაკურ თუ დადიხარ თუ შეგიძლია რომ იგივე ხარისხით მხოლოდ შექმნის შექმნილი ბევრად უფრო იაფად ქართულ დიზაინერთან შეიძინო, რატო არ აკეთებ ამას? ეს არის რაღაც ჩვეულებრივი სნობიზმი, პრინციპი ან უნახაობა. ძალიან დიდი ბოდიში ეტყობა ეს არის მე ახლა მაცვია არმანის პულოვერი და ბლუმარინის შარვალი. ბაკურ ბაკურაძის ფეხსაცმელი მაცვია. ხვდები რას გიხსნი? ანუ ეს არ არის, ეს არის შავი შარვალი, რომელიც არის ძალიან გამძლე, ძალიან მომეწონა და შევიძინე და ვეცი ბლუმარინის პატივი და მაქვს ჩემს იმაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყოველდღე დავდივარ ცნობილი არ მიყევით დავდივარ ნამდვილად რა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ თელ ჩემ შემოსავალს ვხარჯავ ტანსაცმელში, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი განცხადება შეიძლება, მაგრამ ჩემთვის როგორც ადამიანისთვის ტანსაცმელი ძალიან უკანა პლანზე დგას რა. ბევრად უფრო სხვა რაღაცები და სხვა ფასეულობები არსებობს, რაშიც შეიძლება ფული დახარჯო ძალიან ბევრი. ძალიან არასწორი განცხადება. არა, ძალიან სწორი განცხადება, იმიტომ რომ თუ ხარ დიზაინერები როგორც წესი არ აცხადებენ ხოლმე. მით უმეტეს შენ რომელიც ძალიან კარგად მე ვიცი ძალიან კარგად რომ ძალიან ბევრი ამე შერკვევი, ამიტომ ყოველთვის მე პირადად ვამბობ ხოლმე რომ ბაკურ ბაკურაძესთან ნამდვილად ნაკლები პრეტენზიები და პრობლემები. აცხადებენ ხოლმე დიზაინერები. გასაგებია, მაია, მე მგონი ბოლო კითხვის დასწრება. ბოლო კითხვა, მე მინდა ერთი რაღაც ვთქვა. შეიძლება ამას კითხვის ფორმა არც ქონდეს. აი შენ ამბობ რომ მომღერლები ან დადიან, ან გაჭდა ეგეთი აზრი თუ რა ვიცი, როგორც არის მოკლედ, რომ ვიღაცა ცნობილი მარკის დასაცმელი აცვიათ, ან რაღაცა არ აცვიათ სხვა არაფერი. მე დამიბადა ესეთი აზრი, რომ შენთან დადიოდა ის კატეგორია, რომელიც ახლა აღარ დადის შენთან და რომელიც გადანაწილდა სხვა დიზაინერებზე, ნუ სხვა რა მაკა ასათიანი აღარ არსებობს, ერთადერთი არის ავთოც ქვითინიძე და მისი ტანსაცმელი ძალიან ბევრს აცვია. უბრალოდ მაინტერესებს ეს სხვა რა თქვა განაწყენებული ადამიანის პოზიცია, ან რაღაც ესეთი, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი ხანია ხარ ჩუმად, მე ყოველთვის მიკვირდა რატო არის ამდენი ხანი ბაკუ. იცი რა შეასაქმე, დავიწყოთ იქიდან რომ ხარ ჩუმად რას ნიშნავს. ან შენ არ გაგიკეთებია, ხო ეს მარკა გააკეთე და ამბობ რომ არის პირველი მზატასაცმლის ხაზი. მზატასაცმლის ხაზი საქართველოში არსებობს. ბევრმა იცის რა არის პრეტაპორტე. სახელი მითხარი, რომელი არსებობს მზატასაცმლის ხაზი საქართველოში, გარდა იმერი ბაკურაძის. მარკა მითხარი. მარკა ავთანდილ ქვითინიძე, მე ავთოს არ უკეთებ არანაირ რეკლამას. მზატასაცმლის ხაზი? არ აქვს მაგას პრეტაპორტეს. მარკა ბაკურაძე 5 წელია არსებობს საქართველოში და მარკა ასათიანი მარკა პრეტაპორტეს ხაზი? პრეტაპორტეს ხაზი, ფაბრიკული ნაწარმი, რომელიც დაგიკმაყოფილებს 3001 მოდელის პალტოს ერთ კვირაში ჩაგაბარებს და ფაბრიკა არსებობს პრეტაპორტეს ხაზი? არ არსებობს. ჩემი არ არის ბუნებაში. ნუ კარგით მაგაზე შემო. პრეტაპორტეს ხაზი ითვალისწინებს ძალიან ბევრ ნიუანსს, რომელსაც ეს მე ძალიან კარგად ვიცი და ძალიან კარგად ვიცი ასევე რა მე ვიცი რომ არ არის. ოტკუჭური და ძალიან ბევრი რამე ვიცი მაგაში. მაია, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ახლა გადამწყვეტი. მე არა ვარ განაცხენებული ადამიანი. საკითხი და დაანებეთ ამბის თავი.
დავიწყოთ იქიდან რომ არა ვარ განაწყენებული ადამიანი და რატო ეხლა გეტყვი. საერთოდ სადაც ახალ მეგობარს შეიძლება აქვს ხოლმე ესეთი რეაქცია განებით ამბის თავით. ერთი წუთით მათქმევინეთ პასუხს. სადაც მეგობრები არ ყავს მინდა გითხრა და თუ ყავს ახლები და ძველები არ არსებობენ. კარგი, ბაკურ, მოდი მოусმინოთ ბაკურს და მე როგორ დავასრულოთ. მე არ ვარ განაწყენებული ადამიანი და ჩემთან არ დადიოდა ის ხალხი, რომელიც დღეს დადის თუნდაც ავთო-ხვედი. ძალიან მოკლედ ბაკურ თუ შეძლო. ჯერ ეს ერთი. მეორე ჩემთან ვინც დადიოდა, ის ყოველთვის დადის და სანამ მე ვიმუშავებ ივლის. ეს მეორე. მესამე, აბსოლუტურად არაფერი არ აკლდება ჩემს ბიზნესს, თუ იქ ქართველი მომღერალი არ იცმევს. ამიტომ მე არაფერი არ მაკლდება. მე ვთვლი, რომ ამიტომ აკლდება ქართველ მომღერალს, ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენელს, იმიტომ რომ ჩემთან საცმელს ხმარობს იმდენი ადამიანი, რომ ჩემ ოფისში მუშაობს 12 კაცი, რომელიც არჩენს თავის თითო ოჯახს, მინიმუმ 2 წევრიანს, მაქსიმუმ 4 წევრიანს. იმდენი შემოსავალი აქვს ჩემ ოფისს, რომ მე და ჩემი მოწილეც საკმაოდ კარგად ვცხოვრობ და მაქვს იმის საშუალება, რომ მეცვას ბლუმარინის ახალი კოლექციის შარვალი და არმანის ახალი კოლექციის პულოვერი. და თუ მომიდება, ხვალაც ვიყიდო. ვიჯდე ნორმალურ მანქანაზე. ვიჯდე ნორმალურ მანქანაზე და ჩემი საკუთარი პროდუქციის. არა, მართალია, იმათაც აქვს. ჩემი საკუთარი პროდუქციის ახალი ხაზის განვითარებაში ჩავდო ფული. მე გეუბნებით, რომ დიზაინერის მხრიდან სხვა დიზაინერის ახალი კოლექციის ნიმუშის ყიდვა ეს არის მისი ხელოვნების დაფასება და კოლეგიალობა და გუშინ ჩამოსული ვიღაც ეხლა გავარსკვლავებული მომღერლის მხრიდან ეს არის ხამობა, იმიტომ რომ ადრე ეს არ უნახავს და ეხლა აქვს. არ ქონდა და ეხლა აქვს ამის საშუალება. ხო და არ არის გასაკვირი, ჩემი მხრიდან ახალი კოლექციის მე სხვა პრობლემა კი არ არის რომ ხდებით მე არაფერი ამით არ მაქვს თუ არც კაცს არ დააკლდება მე ვამბობ მე რაღაც გამომდის კამათ მე არ მინდა უბრალოდ არა ხათი მე მგონი გავარკვიეთ პრინციპში ეს საკითხი აღარ გამას მეტი გავწევ მე მაქვს ერთი ძალიან ლამაზი სათვალე ეს არის ვალენტინოსი ამ სათვალეს იმიტომ კი არ ხმარობ რომ ეს არის ვალენტინოსი ანუ ხდებით რას გიხდით და ეს ღირს ძალიან ძვირი ეს არ ღირს, ეხლა ღირს ზუსტად 1 ლარი, იმიტომ რომ 8 წლის წინანდელი კოლექცია, მაგრამ ამ სათვალეს აქვს ყველაზე დიდი ფასი. ჩემთვის, იმიტომ რომ ის არის ვალენტინოს სათვალეების დიზაინში ეტაპი. და მე როცა მას ვყიდულობდი, არ ვყიდულობდი, იმიტომ რომ ის იყო ბოლო კოლექციის სათვალე. იმიტომ რომ მე მომეწონა ჩემი კოლეგის თუ ეს ხმამაღალნათქვამად არ ჩამეთვლება, თუმცა მე რაღაც დოზით კონკურენციას ვალენტინოსაც უწევს საქართველოში. იმიტომ ლიზა, ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. დიდი ბოდიში ბაკურო გაწყვეტინეთ. ბაკურ უკაცრავად რომ დროები ასე თქვა თქვენ საუბარში მას ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა ლიზა ძალიან დიდი ბოდიში შედარებით ასე თქვა იმედიან ნოტზე უნდა დავასრულოს თუმცა მე აქვე ისიც მინდა ვთქვა რომ კარგი იქნებოდა დღეს რომელიმე მომღერალი მოსულიყო ჩვენ სტუდიაში ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეც შეკითხვას გაეცემოდა პასუხი თუმცა როგორც უკვე გითხარით მათ უარი განაცხადეს აქ მოსვლაზე ყოველ შემთხვევაში მე დიდი მეც ვიტოვებ რომ ქართველი დიზაინერები კიდევ უფრო პროფესიონალები გახდებიან თავის საქმეში ბევრი ქართველი შემსრულებელი და არა მარტო შემსრულებელი, არამედ ჩვეულებრივი მყიდველი ისარგებლებს მათი მოხმარებით და რაც მთავარია, თავად დიზაინერიც, თავად მომხმარებელიც და რაც ყველაზე მთავარია, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება. მოკლედ ეს იყო თოქ-შოუ პრეს-პრესი, ჩვენი დღევანდელი თემა იყო მოდა და შოუ ბიზნესი. ჩვენ მომდევნო შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად.